რაც შეეხება თვითონ იმ ფრაზას, რომელსაც ალბათ იმეორებენ ავადმყოფობის შესახებ. ფრაზა, რომელიც იქცა ყველაზე პოპულარული მიმის თემად. ყოფილი კგბ-ს ისინი თანამშრომლები არ არსებობენ. არსებობენ? აი, ძღაბ მეკითხებია ხოლმე. ბატონო, რატო არ წახვედით პოლიტიკაში? თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დიაგნოზი დასვათ. ეს არის ქვემოთ სიბნელის მმართველობა და ზემოთ მმართველობის სიბნელე. რატომ გახთით სამიზნე აი ამ პროპაგანდის? უნდა ესწავლოთ ალახი, რაღაცა ზედ მიეწეფება, იქნება სამუდამო. ბავშვებს ჭამდაო და იმებს ორგანოებს ყიდიდაო, თუმცა ესეც დაიჯერეს. შეიძლებოდა თუ არა აგვეცილებინათ თავიდან რუსი ოლიგარქის მოსვლა. დიდი შეცდომები, დიდი გამოცდილება, პატარა შეცდომები. სააკაშვილის მხრიდან უფრო სწორი რეფლექსია ამ 9 წლის პერიოდზე. ვინ მოატყუა, ვინ შემოიტყუა. ბევრს მოეწოდება ეს აზრები. როდესაც რუსეთი დააცემინებს საქართველოს მთავრობას სამოწყობოში წობა. დღეს ტყუილები ზუსტად როგორ როტესკულია. როდესაც ადამიანს არ ძალუს რაღაცა ახალი შექმნას, რაღაცა გააკეთოს, ის აგრესიულად იწყებს ძველის დანგრევას. ერს პრიორიტეტები ეშლება. ციცერონი სწორედ ამბობდა, რომ რაც უფრო ახლოა იმპერიის კრახი, მით უფრო უაზრო ხდება მის მიერ მიღებული კანონები. ეს მართლა გჯერათ თუ? არა, ეს მართლა გჯერათ. მოგეთ ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. გეტყვით, რომ როცა ჩემ თანამშრომლებს უთხარით, რომ თემურ ალასანიასთან წერდი ინტერვიუს, ბევრს ეგონა რომ ხუმრობდი. რატომღაც ძალიან მითიური და მიუწვდომელი პიროვნების სახელი გაქვთ. არ ვიცი რატომ, მოდით ერთად ავხსნათ და ვილაპარაკოთ ბევრ რამეზე, რაც ამ ხნის განმავლობაში დაგროვდა. პირველ რიგში იცით თუ არა, რომ ახალგაზრდებმა ყველა მიცის თქვენ შესახებ. და ეს ფრაზა, რომელიც არ ვიცით, მე ვილაპარაკოთ ამ გამოქვეყნებულ აუდიო ჩანაწერზე, რომლის ავთენტურობა არ დადასტურებულა, მაგრამ ეს ფრაზა ერთი ქართველ ერზე არის ფრაზა, რომელიც იქცა ყველაზე პოპულარული მიმის თემად. არა, ეს არის ავადმყოფია რა. და ყველა მიცის ეს ფრაზა, ყველა ხშირად იყენებს და ერთი გვერდია TikTok-ზე, რომელიც ყოველ დღე აქვეყნებს ამ ფრაზას. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ დაველაპარაკო ქართულ მომჩეველს. ნუ პირველ რიგში მინდა მიუსამძიმო საქართველოს პატრიარქის გარდაცვალება. ეს ნამდვილად ძალიან წვიმული მოვლენა იყო ერის ცხოვრებაში. ეხლა რაც შეეხება ცნობადობას და რატო არ მიცნობენ, ერთადერთი ანალოგი, რომელიც შემიძლია მოვიგონო, ეს არის ლოხნეს ტბის მონსტრი, რომელზედაც ბევრს ლაპარაკობენ, მაგრამ ეს არ იმახია. დაახლოებით იგივე ფენომენია ეთქობა. მაგრამ ხო. სხვა არ ვიცი კიდე რომელი შეიძლება იყოს. რითია გამოწვეული ასეთი ინტერესი და ცნობადობა? ნუ აქ უკვე ალბათ ჩემი მიწტომა, ჩემი დაახლოებით მინიშნება ისეთივე იქნება, როგორც ყველასი. ანუ არაზუსტი. ყველას აქვს თავისი ახმა იმის შესახებ. შეიძლება წიგნებიდან, შეიძლება გამოსვლებიდან, შეიძლება ისტორიიდან და შეიძლება იმ მითოლოგიიდან, რომელიც საერთოდ ყველა ადამიანს თანსდევს. მით უმეტეს თუ ეს ადამიანი ცხოვრობს წყნარად, მშვიდად და მთელი ცხოვრება ცდილობს რომ იყოს რაძარისქვეშ. რაც ისტორია ჩემ შემთხვევაში. მე არ ვარ არც პოლიტიკური მოღვაწე, არც მონაწილეობა არ მიიღია და უმეტეს ცხოვრება გავატარეს სამწუხაროდ საქართველოს მიღმა. ამიტომ ნუ ინტერესი ალბათ ამითაც არის გამოწვეული. ეს არის მეორე. რაც შეეხება თქვენს მიერ მოყვანილ ამ წინადადებას. იქ ბევრი რამ იყო მოხსენიებული, როდესაც მე გამიბარე სასამართლოში, მე ამერიკის კომპეტენტმა ორგანოებმა მირჩიეს რომ საერთოდ მისულიყარი, როგორც ამერიკის მოქალაქე. მაგრამ მე მაინც მინდოდა რომ არ დარჩენილიყო ეს ხალხი შეგრძნება რომ თავი ავარიდე თქვათ სასამართლოს წინაშე წარდგომას ან მართლმსაჯულებას. ამიტომ მივედი და ის რაც გავიგონე იქ, მართალი გითხრათ ვერაფერი ღირსშესანიშნავი მე იქ და ფაქტობრივი ვერ გავიგე. და ყველაფერი იყო აგებული ინუენდოებზე, შეიძლება
თუ იქნებ ხო შესაძლებელია და ასე შემდეგ. ნუ ეს არ შეიძლება იყოს მარცა ჯურიბის არც ფუძე და არც თუნდაც რაღაცნაირი გამოტანის. ამიტომ რაც შეეხება თვითონ იმ ფრაზას, რომელსაც ალბათ იმეორებენ ავადმყოფობის შესახებ. ვიცით რა საქმე ხა ჩვენ ქართველებს საერთოდ ყველა ქართველს ახალგაზრდას წოვანებაში შესულს გამოსვლის გამოუსვას გვაქვს მოვალეობა ჩვენი ერის წინაშე ვიყოთ აბსოლუტურად ღიები არ ვიპირფეროთ ვიყოთ გულახდილები და ის ტკივილი რაც გვაქვს გამოვამზეულოთ ეხლა სხვათა შორის რომ დაიწყო საქართველოს კრიტიკა ჩემთან როცა იწყება ხოლმე საკმაოდ არაკომფორტობილად გძნობ თავს ალბათ ყველა ქართველი ესეა მაგრამ ჩემი მოვალეობა ისევე როგორც თქვენი თუნდაც ჟურნალისტების ეს არის ვართ ამ ქვეყანაზე იმისთვის რომ მოვუყვეთ ჩვენი სიტყვა ჩვენი ისტორია და თუ ჩვენ არ შევხედავთ ამ ტკივილებს თუ არ შევხედავთ იმ ავადმყოფობებს როგორც გინდა დაუძახეთ რომელიც ერს აქვს მაშინ ჩვენ სცენისგან ვერასდროს ვერ განკურნებით იმიტომ რომ პირველი განკურნა იწყება კატარსისი იწყება იმითი რომ ვაღიაროთ რაფშირს რა არის პრობლემა აი ამას თუ ვაღიარებთ მე უკვე შეიძლება ერთად კოლექტიურად მოვძებნოთ კიდევაც მისი წამალი აი ეს არის ჩემი ხო ანუ ამ ფრაზის აუთენტურობას ადასტურებთ საქმე იმაშია რომ სწორედ იმ ნათქვამს აი იმ მომენტში ვერ დავადასტურებ იმიტომ რომ ასეთი ფრაზა თქმული არ ყოფილა არც შემდგომი ლანძღვაგინება რომელიც საერთოდ არ არის ჩემი სტილი ვინც მიცნობს ახლა კარგად იცნობს საერთოდ არ მიყვარს სიტყვების ასეთი წავე სიტყვების გამოყენება საუბარში ეს უბრალოდ ჩემი სტილი არ არის საუბარში სხვათა შორის მაშინ როცა იყო საუბარი ამ ჩანაწერზე ივანიშვილმა თქვა რომ ძალიან ეჭვმეპარებაო სანამ აუთენტურობა არ დადასტურდებაო ამ ჩანაწერის მეო შემიძლია ვთქვა რომ ესო არ არისო სწორიო არც იფიქროთ გულშიც არ გაივლოთ რომ წამსვლელები არიან იქ საუბარი იყო იმ ჩანაწერში რომელიც ერთი პერიოდი ასეთი ტიპის ჩანაწერები ძალიან აქტიურად ქვეყნდებოდა ამ ეგრეთ წოდებულ უკრაინული ვიკილიქსის საიტზე და იქ ბევრი ჩანაწერი დაიდო მაშინ და იქ თქვენ ცნობილ ჩანაწერში ასევე იყო ეს ფრაზა რომ ივანიშვილის მკვლელობაში მილიონს გადავიხდიო და ის ამბობდა რომ ესო წამსვლელებიო არ არიანო ამაზეო და თუ ვინმეს რამე შიში და ფიქრი გაქვთ არაფრის თავი მაგის მსგავსი არ აქვს ეს არის ზუსტი ციტატა საკუთარი შარვლიდან ხტება ეს საცოდავი თქვენზე თქვა იცით რა ნუ არ ვიცი ხა არ მაინტერესებს მართალია რა თქვა მაგრამ რაც შეეხება იმას რომ ამის ეს არ არის ნამდვილი წინადადება ეს არის აუთენტიკური ამაში აბსოლუტურად მართალია იმიტომ რომ ნუ ჯერ ეს ერთი ეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს ჩემი საუბრის სტილი არ არის მით უმეტეს მოქმედების მოწინააღმდეგეს არ შეიძლება შენ გაუსწორდე ფიზიკურად ეს არ არის მიღებული არც ფორმა არც სინდიზებული ურთიერთობის რაღაც გამოხატველი და არც სხვადასხვა შედეგის მომტანი მე არ ვიცი მაგალითად ისტორიაში რომ რამე ინდივიდუალურ ასეთ აქტებს მით უმეტეს ტერორისტულ აქტებს დაძრახვის მეტი რამე მოეტანოს ეს ერთი მაგრამ აქ საკითხი კიდე სხვა რაღაცაზე იხსნება აი თვითონ ეს ჩანაწერების ამბავი. იცით რა, როდესაც ჩვენთან ძალიან მოდური იყო ასეთი ჩანაწერების გამოფენა და გამომზიურება და თქვენ გახსოვთ ბევრი სხვათა შორის ქართული ოცნების მაღალჩინოსანი შეეწირა ასეთ კრებსებს. უკვე აღარ ვიძახი კრებსები რომელიც შედგენილი იყო ეკლესიის მიმართ და ასე შემდეგ. ეს არის არ არის უნიკალურად ნუ რეაქცია მას მოყვა ძალიან მწვავე ზოგიერთების მხრიდან ქართველის როგორც ყოველთვის გადამეტებულად მწვავე რომ ასეთ ქვეყანაში ცხოვრება არ ღირს დავიღუპეთ და ასე არაფერი არ დავიღუპეთ და არაფერი ამაში უცნაური არ არის ეს არ არის უნიკალურად ქართველი მოვლენა თუ გახსოვთ თქვენ გამოაქვეყნეს ამერიკის სპეციალური სამსახურების მიერ ამერიკელთა ბევრი ასობით ათასი ამერიკელი მილიონობით ამერიკელი ვიკილიქსის მასალები კი ბატონო უსმენდნენ სურათი წერდნენ და ასე შემდეგ ამიტომ ეს არაფერი გასაკვირი არის ეს ხდება ყველგან ხანდახან მოდაშია ხანდახან
მაგრამ პრინციპში ყველა სახელმწიფოში ეს იწვევს ნორმალური ცივილიზებული საზოგადოების მხრიდან განკითხვას. არავინ ამას სერიოზულად არ იღებს, არავინ ამითი არ სიამოვნებას არ იღებს. და ერთხელ აფასებენ ძალიან ნეგატიურად. მე ამას სხვანაირი თვალით შევხედე. რა რეაქცია მოყვა აი ამ ჩანაწერების გამომძიურებას. არა მარტო ჩემს მიმართ, სხვების მიმართაც. ეს ძალიან ცუდია, იმიტომ რომ ხალხის რეაქცია არაფერი ესეთი მწვავე რეაქცია მაგალითად არ მოყოლია იმავე დროს თუ გახსოვთ აი ეს რო იყო ეს გამომძიურება დოკუმენტების მაგ დროს მოხდა რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა ილაპარაკა იმის შესახებ რომ ზოგიერთი ჩვენი პოლიტიკოსი მომქმედი ოპოზიციაში მყოფი მთავრობაში გამოდიოდნენ და ბევრს და გამოამზიურეს მათი დოკუმენტები ურთიერთობის რუსეთთან. ანუ რუსეთთან მიდიოდა მათი აქტიური თანამშრომლობა სხვადასხვა ომის დროსაც კი. ხო და აი არავის არ დაუძრახია ეს აქციები. ყოველ შემთხვევაში სიმწვავე ამ აქციების შეფასების ახლოს არ მოდის იმასთან რაც მოყვა აი ამ სურათების და ვიდეოების და ჩანაწერების გამოქვეყნებას და ცოტა საოცარია იცით რატო რაღაც ხო არ აგვერია აი ამ პრიორიტეტების იმაზე სკალაზე იმიტომ რომ ბევრად უფრო ალბათ სამწუხაროა რომ ვიღაცა ომის დროს და ომის წინა ომის შემდეგ აგზელებდა რუსეთთან ღია მტერთან თანამშრომლობას არავითარი ინტერესი არ გამოიწვია მოქალაქეებში საზოგადოებაში მაშინ როდესაც ვიღაცის საწოლში ყოტრიალი ვიღაცასთან და ვიღაცის რაღაც სულელური ნათქვამი სუფრაზე იქნება ეს თუ სუფრის გარეთ ან ის ნათქვამი რომელიც მიაწერეს ვიღაცას იწევდა ასეთ მწვავე ასეთ აქტიურ ასეთ გაცხოველებულ ასე ვთქვათ დისკურსს საჯარო დისკურსს რაღაც ეს უცნაურია ხო ეს არის რომ რაღაცა პრიორიტეტებს ერს პრიორიტეტები ეშლება ხო რაღაც აგერია მოკლედ ამ ჩვენ ვილაპარაკებთ ხო ვილაპარაკებთ ძალიან საინტერესოა თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით თუ რა ხდება დღეს საქართველოში და რა დიაგნოზი შეიძლება დავსვათ დღეს იმიტომ რომ მართალია რომ რაღაცა დიაგნოზს თვალი უნდა გავუსწოროთ რა მდგომარეობაში ვართ. მანამდე მოდი დავიწყოთ თავიდან, ეს ძალიან საინტერესოა. მოკლედ ანალოგიაზე ვსაუბრობდით დასაწყისში და მეც არ ვიცი, ესეთი ანალოგია იშვიათად მახსენდება თუ მახსენდება საერთოდ, რომ პრეზიდენტის ბიძა ყოფილიყო ასეთი აქტუალური რომელიმე ქვეყანაში და თქვენ იყავით ასეთი აქტუალური საქართველოში. რაღაცა როგორც ვთქვით მითოლოგიური პერსონა რომელიც იდგა პრეზიდენტ სააკაშვილის უკან და რომელსაც აბრალებდნენ რომ მისი რჩევები იყო სააკაშვილის იდგა გადაწყვეტილებების უკან. ასევე თქვენ შესახებ ცოტა ცნობა იძებნება შესაბამისად მერე იყო ლეგენდები და ბევრი საუბრობდა იმაზე რომ ალასანია იყო ჯერ კგბ-სთან თანამშრომლობდა, მერე CIA-სთან გადავიდა საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ. სანამ სააკაშვილთან თქვენ ურთიერთობაზე ვისაუბრებთ, თქვენი ბიოგრაფია მოკლედ მოგვიყევით. აი მეც ძალიან მაინტერესებს. იცით რა სანამ ბიოგრაფიაზე გადავალ, თქვენ რამდენიმე სიმწეში მომეწით შეკითხვები ეს უნდა რაღაცნაირად ეს დავყოთ და დავანაწევროთ, იმიტომ რომ ხო, მაშინ აი დავანაწევრო ჯერ თქვენი ბიოგრაფიით დავიწყოთ და მერე მივყვეთ. პასუხი ამას რასაკვირველი ვერ შეცდება. მაგრამ რადგანაც თქვენ გსურთ ბიოგრაფიიდან დავიწყოთ ბიოგრაფიიდან. მე დავიბადე თბილისში, რასაკვირველია, ჩვეულებრივ ოჯახში, ჩემი მშობლები იყვნენ ტიპიური ინტელიგენციის წარმომადგენლები. ყველა მხრიდან მამაჩემის ბაბუა დედაჩემის მამაჩემის მამა, ანუ ჩემი ბაბუა მამის მხრიდან, ბაბუა ჩემი დედის მხრიდან, ისევე როგორც ბებია დედის მხრიდან, მისი მამა, ანუ ჩემი დიდი ბაბუა, ჩემი ბების ძმები, ყველანი იყვნენ გადასახლებულები. ბაბუა ჩემის, დედაჩემის მამის ძმები იყვნენ გადასახლებულები, სხვადასხვა ვადით, 25 წელი იყო ყველაზე მეტი. ალექსანდრე წერეთელი, ალექსი წერეთელი, ისტორიკოსი. ყველაზე ნაკლები იყო ბაბუა ჩემი ნიკუშა 14 წელიწადი.
და შუალედურში იყო სხვადასხვა ხალხი, სხვადასხვა ვადებით ციხეში გამომწვეული, ზოგი 17 წლით, თალიკო ვარაზი, ზოგი 15-ით, ზოგი ასე შემდეგ. აი ეს არის ძირითადი მოკლედ რეპრესირებულთა ოჯახი. ამთვლელი წერტილი, ასათვლელი წერტილი, იცით თუ კოორდინატთა რაღაც ჩარჩოს ავიღებთ, კოორდინატ ჩარჩოს აქვს ყოველთვის რაღაც ათვლის წერტილები. აი ალბათ ჩემი როგორც პიროვნების ჩამოყალიბების ათვლის წერტილი აქედან იწყება. ამავე დროს უნდა გითხრათ, რომ არასოდეს ჩვენთან საუბარი მაგალითად იმის შესახებ, რომ უნდა შემძულებოდა ეს სისტემა, არ მყარებოდა, არ ყოფილა. ამიტომაც ვერ დავიჩენებ, რომ მე ვიყავი თქვათ განსხვავებით სხვა პოლიტიკოსებისგან, რომელიც დღეს მოგვევლინენ როგორც ეგრეთ წოდებული პირველი, ასე ვთქვათ, დისიდენტები. ასე დისიდენტობას მე არც არ დამიჩენები და არც ვაპირებ. დავამთავრე სკოლა ოქროს მედლით და მე ვსწავლობდი მგიმოში. აი აქ მინდა პატარა ახსნა განმარტება მიცე. ჩვენთან საქართველოში განსაკუთრებით ხალხში არის გამეფებული ბევრი კლიშეები. ეს კლიშეები ვითომ სასაცილოა, ვითომ სახუმაროა, ამას არაფერ იუმორის პოსამაში ვერ ხედავ, მაგრამ ეს გამოთქმები აი მის გადადის ერთი თაობიდან მეორე თაობაში. მაგალითად, ყოფილი KGB-ს ისინი თანამშრომლები არ არსებობენ. ან რაღაც აი ესეთი რაღაც მსგავსი ეს მიაჩნიათ ძალიან ფრთოსან გამოთქმად. ამას არავითარ ფრთოსან არსებობენ? არსებობენ თუ არ არსებობენ, რას ნიშნავს და ყოფილი ექიმები არსებობენ? და ყოფილი ქვისმთლელები, ან ყოფილი მსახიობები. ეს რას ნიშნავს? რა პრინციპით არის ყოფილი და რა ყოფილი? იმის მიხედვით დაამთავრე. ანუ სისტემის ნაწილი მაშინ მე გეტყვით ჩემ აღქმას, თუ სისტემის ნაწილი გახთით ერთხელ ამ სისტემიდან თავის დაღწევას ვერ ესოდეს. მაგრამ ეს განაარეხება ყველა დარგს, რასაც უნდა გაკეთებდე? თუ ანუ ეს კლიშერისთვის მოიყვანე. კლიშერისთვის მოიყვანე, რომ აი იძახიან მგიმო დაამთავრა, ყველა მგიმოში იყვნენ KGB-ში. ეს არის სრული სიხურება. გასაგებია. არის ინსტიტუტი, რომელსაც მთლიანი სახელი არის მგიმო მიდ SSSR, ანუ საგარეო საქმეთა სამინისტროს სპეციალიზირებული ინსტიტუტი იყო. ერთადერთი საბჭოთა კავშირში. ასეთივე ანალოგი ბევრად უფრო გვიან შეიქმნა მე უკრაინაში, ერქვა კიმო, კიევსკი ინსტიტუტი, მეჟნოდე კიევის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი, რომელიც ხოთაშეს დაამთავრა პრეზიდენტმა. და რა მარტო პრეზიდენტმა, ბევრმა კიდე ქართულმა სხვა მოღვაწეებმა. ამიტომ იმაზე ლაპარაკია ის, რომ KGB-ს თავის სკოლები ჰქონდა. თავის სკოლებში ასწავლდნენ, ისევე როგორც სამხედროებს ჰქონდა თავის სკოლები და ასე შემდეგ, მაგალითად VIAS იყო ესეთი სამხედრო ინსტიტუტი უცხოენების და ასე შემდეგ. ამიტომ გიმოს არავითარი კავშირი არც მაშინ, არც მის შემდეგ KGB-სთან არ ქონია. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. უკეთესად გეტყვით. ამ ორ სამინისტროს შორის ყოველთვის იყო და გრძელდება სხვათა შორის ჩუმი შეჯიბრება. ჩუმი შეჯიბრება საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თქვათ სპეცსამსახურებს შორის. ეს ყოველთვის ასე იყო და ყოველთვის ასე იქნება. არა მარტო საბჭოთა კავშირში, არა მარტო საბჭოთა კავშირის შემდგომ სახელმწიფოებში, არამედ მსოფლიოს ყველა სახელმწიფოში. ზუსტად იგივეა ამერიკაში, ზუსტად იგივეა ინგლისში და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ეს სამსახურები თავისი მიზნობრივი საქმიანობით სრულიად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქ ყველა სასაცილო მეც რაც თვალში მომხვდა იყო, რომ იგორ გიორგაძე ლაპარაკობდა თქვენს KGB-ს აგენტობას. იგორ გიორგაძეს კომენტარს ოღონდ მე ამბობდა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ CIA-ის აგენტი გახდა. მე მის კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ, იმიტომ რომ იცი არა, ყველა საზოგადოებაში ადამიანს აქვს ნება, რომ გამოთქვას თავისი აზრი. ეს ამაში ვერაფერს ვერ იმასიცავს. ნუ სამწუხაროდ ასეთი ის არის. სპინოზას აქვს ნათქვამი, რომ თავის პოლიტიკური ტრაქტატში თუ გახსოვთ აქვს ესეთი პოლიტიკური ტრაქტატი. აქვს ესეთი რამე ნათქვამი, რომ ყველას აქვს უფლება, რომ იფიქროს ის, რაც უნდა. და შემდგომ ეს დაფიქრალი ხმამაღლა გააჟღებს. გახსოვთ ესეთი ის. და თავისუფლება თავისუფალ სახელმწიფოში ამბობდა. შიში
და მდგრადობის წინააღმდეგ რეალური რისკი მომდინარეობს არა ამ ხალხისგან და ნამდვილი მტრები არიან ისინი, ვინც ცდილობს, რომ თავისუფალი აზროვნება შეკვეცოს რამე თუ ვერ აკონტროლებენ ამ დაკარგეს კონტროლი ამ აზროვნებაზე. აი ეს არის ახლა, რადგანაც ამის საშუალება არ აქვს, რომ ეს აკონტროლო, მიწყება უკვე მითოლოგიის შექმნა. ის იყო ის ჩემდას მაგალითად გიორგაძე იძახის, რომ მიშაო ბაბუამისმაო იმას აკნაო კგბ-ს აგენტად რაღაც იმას აკნაო და როდესაც ყოვანება შეადარებ გამოდის რომ მიშა მაშინ იყო 3 წლის. ნუ იცით რა ახლა შეიძლება რასაკვირველია როგორც ამბობენ გამოთქვა მოიტყვე მაგრამ ზომა იცოდა ტყუილშიდაც არ შეიძლება რაღაც მიიყვანო ეს გროტესკის დონემდე. ეს ერთი რა შეიძლება მეორეს თუ აინტერესებს იმის ჩემზე რამის გაგება ნუ შეუძლიათ მაგალითად ბოლოს შემიძლია რა თქვა რომ მე 24 წელს ამერიკის ერთ-ერთმა ნუ არ მინდა თქვა ყველაზე უფრო მაგრამ ერთ-ერთმა ყველაზე უფრო პრესტიჟულმა ენციკლოპედია ეს არის 23-24 წლის გამოცემა მარკის ჰუისჰუ. მარკი არის ენციკლოპედია ჰუისჰუ ამერიკის. იქ არის შემზე სტატია. ნუ ჯერჯერობით თუ არ ვცდები ერთადერთი ქართველი ვარ რომელიც იყო ამ ენციკლოპედიაში შეტანილი. ნუ ვისაც აინტერესებს შეუძლია ნახოს ალბათ წაიკითხოს და ხელი მიუწყებათ. ენციკლოპედია რა წერია? სანამ წავიკითხავ გითხრა. არაფერი, უბრალოდ იქ წერია ჩემი ბიოგრაფია, რას ვაკეთებდი, რა წიგნები მაქვს დაწერილი, რა სტატიები, რამდენი, რა იყო ჩემი ძირითადი ცხოვრების მიზანი და რას ვემსახურებოდი. აი ეს არის, იცით რა? მე პირველივე დღიდან როგორც სამინისტროში დავიწყე მუშაობა, სხვადასხვა სადაც ძალიან ცოტა ხანს ვიმუშავე, იმიტომ რომ 73-ში დაამთავრე ინსტიტუტი, 72-ში უკვე სენეგალში ვიყავი წასული. 72-ში უკვე სენეგალში ვიყავი. ამიტომ ბოლო წელი მე-5 წელიწადი ფაქტურად ინსტიტუტში სწავლის მაგივრად გავატარე პრაქტიკაზე საზღვარგარეთ 8 თვე. 9 თვიდან სწავლის 9 თვის ციკლიდან 8 გავატარე საზღვარგარეთ. ჩამოვედი თუ არა, დავბრუნდი თუ არა და დიპლომი დავიცავი და 73 წლის ბოლოს, 74 წლის დასაწყისში უკვე წავედი ამერიკაში, შეერთებულ შტატებში. და ვიყავი 5 წელიწადნახევარი. დაუბრუნდი 79 წლის ბოლოს და 80 წლის მაისში, ანუ 7 თვის მერე წავედი კანადაში 5 წლით. დაუბრუნდი 85-ში და 86-ში წავედი ჟენევაში. სადაც ვიყავი 88 წლის ბოლომდე. ჟენევაში რომელ განიარაღების კონფერენციაზე ვიყავი, საბჭოთა კავშირის დელეგაციის ჯერ იგითი წევრი, შემდგომ ისრაელიანის მოადგილე, ერთ-ერთი მოადგილე. ეს იყო ჩვენი მუდმივი წარმომადგენელი განიარაღების კონფერენციაზე. და 88-ში წლის ბოლოს დავბრუნდი, 99 წლის 29 იანვარს ისევ გავფრინდი შეერთებულ შტატებში ნიუ-იორკში. და იმის მერე იქ ვარ. ანუ რო დავთვალოთ 72 წლის მერე, ანუ მეოთხე კურსის მერე, მე რუსეთში სულ ვარ ნაცხოვრები 2 წელიწადი. 2 წელიწად ნახევარი. დანარჩენი ვიყავი სულ საზღვარგარეთ. მაშინ აი ესეთ კითხვას დაგისვავთ, აი ეხა ესეთი მარტივი არ იყო, ხო? მოხვედრა ესეთ მისიებში წასულა, ხო? საბჭოთა კავშირის სხვადასხვა საელჩოებში წასულა მისიებში მოხვედრა. აი რა ნიშნით შეგარჩიეს? აი თუნდაც ჯერ არ ქონდათ, მაშინ ჯერ კიდევ სტუდენტი, როცა სენეგალში გაგიშვეს. აი რა იყო ამისთვის საჭირო? მით უმეტეს როცა ქართველი იყავი. საინტერესო უბრალოდ ძალიან ძნელი საქმეა, იცით რა, ახლა პირველი რასაკვირველი ინსტინქტური ცდუნება არის იმის რომ თქვა რომ ვიყავი ესეთი გენიალური და იმიტომ. ნუ ეს ახლა ხუმრობი ვიძახი, რასაკვირველია, მაგრამ სინამდვილეში ნუ იყო რაღაცა კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც არჩევდნენ. სხვათა შორის ეს კრიტერიუმები უნდა გითხრათ, იყო საკმაოდ მოქნილი, იმ მხრივ რომ ყველა სხვადასხვა ასაკს და გამოცდილების დონეს შეესაბამებოდა სხვადასხვა კრიტერიუმი. ამიტომ სხვადასხვა ეტაპზე ეთყობა სხვადასხვანაირად ჟიდნენ ამ ჩემ შესაძლებლობებს.
სააკაშვილის აღზრდაში რამდენად დიდი წვლილი გაქვს ჩეტარებული? სააკაშვილის თქვენი დიშვილის მიხეილ სააკაშვილის ასე ვთქვათ აღზრდაში მის ახალგაზრდობის პერიოდში რამდენად ჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ, ანუ რამდენად სწორია ის შეფასება, ის მითი, რომ თქვენი დიდი დამსახურებაა მისი კარიერული წინსვლა წარმატება. მივხვდი, უყურეთ რა შესაქმე. პირველი შესავალის სახით შემიძლია ერთი საერთოდ სენტენცია თქვა ასეთი. საერთოდ საქართველოში ძალიან ძნელად იჯერებს ხალხი, რომ ერთ ადამიანს შეუძლია წაიკითხოს, დაწეროს, განვითარდეს, მოიფიქროს და მერე შექმნას. შეუძლებელია. ეს შეუძლებელია ქართველისთვის. აუცილებლად მის უკან დგას ვინმე. ან ბიძა, ან ბაბუა, ან მამა, ან სიმამრი, ან ვიღაცა. ეს აუცილებელია. როგორ შეიძლება ესე იგი რომ დაუშვა რომ ვიღაცა თვითონ მოჭრე გააკეთო. ეს არის ბევრი ადამიანის, ასე ვთქვათ, წარმოდგენის მსხვერპლა თავის თავზე. თავის თავზე რატო? იმიტომ რომ კი ბატონო, აბსოლუტურად მოიფიქრა და მე ვერ მოიფიქრე. აი გასო ეხლა რას მიყვები, აგენ რა ისთვის რომ ამხელა კაცი და იმან მოვიდა ვიწყა და მოიგონა და გააკეთა. აი ეს არის. ესე არ არის. უნდა მაინც გამოვიდეთ იქიდან რომ არის ადამიანები, რომელსაც გარკვეული მისია აქვს დაკისრებული. ღმერთის მიერ, განგების მიერ, რაც არის. ეს ხალხი არიან უნიკალურები. ეს არ ნიშნავს რომ ისინი არიან ყველა აბსოლუტურად გენიოსი და ყველა დარჩი და ენციკლოპედისტები. რასაკვირველი არა, მაგრამ ის ადამიანი არის მოვლენილი იმ თავის ზოგი უფრო ფართო, ზოგი უფრო ვიწრო და კერძო მოვალეობის მოსახდელად ხალხის წინაშე. აი ჩვენ თუ ამას თუ დავეთანხმებით, აი ამ თქვათ პოსტულატს, მაშინ უკვე ადვილი გასახები ხდება. ის რასაც შემდგომ ვიტყვით, რომ მიშას აღზრდაში მონაწილეობას ღებულობდა თელი ოჯახი. ქართული სიტუაცია, იცით როგორ არის? ყველა ჩარეულია საქმეში. ყველას დის ბაბუა, ბებია, დედა, მამა, ბიძა, ყველა ვისაც ასე ვთქვათ, მოეპრიანება, ყველა გაძლევს რჩევას. მაგრამ ეს აღზრდა არ არის. აღზრდა არის უცხო რაღაცა. აღზრდა არის სისტემური განათლების მიცემა. ანუ ის როდესაც რაც აყალიბებს ადამიანის სოფხედელობას, მის ყოფით ჩვევებს, მის ემპათიკას, მის წარმოდგენას სამყაროზე და ბოლოს და ბოლოს მის წარმოდგენას ისეთ ძირითად ცნებებს როგორც არის ზნეობა, ეთიკურობა, პატრიოტიზმი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს უკვე სხვა რაღაცაა. აქ მართლა გჭირდება აღზრდელი. ძალიან და ვინ იყო ეს? იცით რა, მე ნამდვილად ამას ვერ დავიჩენებ. იმიტომ რომ მე უბრალოდ ფიზიკურად მოგიყევით ახლა სადაც ხოვდოდი და როგორც ვიყავი და ეხლა როგორ წარმოუდგენია მაგალითად სმენას, რომ დისტანციურად მაშინ როდესაც არ იყო არც ინტერნეტი, არც არაფერი, მე ვიყავი ამერიკაში, მთელი ეს წლები, ხან სენეგალში, ხან ამერიკაში, ხან შვეიცარიაში და ამასობაში ამხელა დიდი გავლენა მქონდა მიშას აღზრდაზე. აი უბრალოდ თქვენგან მაინტერესებს ეს პასუხი. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? მე მგონი შეუძლებელია რა, არ ვაჭარებ. მეც როგორ დედა გავლენა შეიძლება გქონდეს, როგორც იცით, როგორც თქვათ რაღაცა ეტალონს. გავლენა შეიძლება გქონდეს როგორც რაღაც მისაბაც მაგალითს. მაგალითად ახლა მე რომ დავამთავრე მგიმო და ვიყავი დიპლომატიურში, რასაკვირველია, ამას შეიძლება გავლენა ქონოდა და ქონდა კი შეიძლება რა, ქონდა კიდევაც მიშაზე, თქვათ იმაზე რა მხრივ განვითარდებოდა მის ინტერესები. კი, აქ გავლენა იყო, მაგრამ შეიძლება ლაპარაკი იმაზე, დიდი გავლენა, აღზრდა განათლება და ასე შემდეგ და მის ჩამოყალიბება. არა, მიშა ყველაზე დიდი გავლენა და აღზრდაში წვრილი მიუძღვის დედამის გიულის, რომელმაც ყველაფერი გადადა ცხოვრებაში იმისთვის, რომ მიშა მიეღო აბსოლუტურად ღირსეული განათლება, ყოფილიყო ის მოქალაქე, პასუხისმგებელი მოქალაქე, თავისუფალი მოქალაქე, რომელიც იყო და რატო თქვით, ეს თავისუფალი და პასუხისმგებელი თავისუფლებას ხო ბევრი განსაზღვრება, თქვათ, ბევრი ფორმით არის განსაზღვრება. მაგრამ ერთ-ერთი რომელიც ყველაზე უფრო ბავშვობიდან მომწონს, ეს არის
კანტის ნათქვამი, რომ პასუხისმგებლობა არის გასაღები თავისუფლებისკენ. და თვითონ თავისუფლება ეს არის შენ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიაში ცხოვრება. აი ეს ჰარმონია თუ დაამყარე, ეს უკვე ჩათვალეთ, რომ მართლა ხარ პასუხისმგებელიც და თავისუფალიც. ანუ თავისუფალი, რომელიც თავისუფლებამდე მიგიყვანა პასუხისმგებლობა. აი ეს არის დიულის დამსახურება და თვითონ ნიშას. პრეზიდენტობის დროს რამდენად ახლო მრჩეველი იყავით მისი, ანუ რამდენად ითვალისწინებდა თქვენს აზრებს? თუ მეკითხებოდა თვითონ, რაც იშვიათად იყო, თუ რაღაცა ინტერესებდა, ყოველგვარი კეკლუსობის, ყოველგვარი პირმოუცნელად, ღიად ჩემს ვაფიქსირებდი. მაგრამ ეს იყო ძალიან იშვიათად. და ეს ძირითადად ეხებოდა იმ დარგებს, სადაც თქვათ მას მე მივაჭდი ექსპერტად. მაგალითად, თუნდაც ამერიკის პოლიტიკას. იმიტომ რომ შეუძლებელია ადამიანმა 50 წელიწადზე, ნუ ახლა 50 წელიწადზე მეტია, მაგრამ მაშინაც ეხლა რო არის ამდენი ქართველი ცხოვრობს ამერიკაში და სწავლულ განათლება მიღებული, ეს ასე არ იყო. 73 წელს როცა მე ამერიკაში წავედი, საქართველოს ქართველი საერთოდ ადამიანი იქ იყო ორი ნამყოფი. ეს იყო ნიკა ყიფშიძის მამა, რომელიც იყო ექიმი, ცოტა ხანი და ეს იყო მეორე სურვა. და ამიტომ რა საკურველია, რო ეკითხა ჩემი აზრი, არ არის მასშტაბი გასაგულია რა. მას რო ეკითხა თქვა ჩემი აზრი მშენებლობის შესახებ, იქნებოდა გასაკვირი. მაშინ ეს იქნებოდა უკვე, ნუ გასაკვირია ცოტა არანორმალური. მაგრამ როდესაც შენ გეკითხებიან ჩამოყალიბებულ პროფესიონალს აზრს, მან ამაში ცუც ვერაფერს ვხედავ. ეს ერთი, მეორე. ხო, არასოდეს არც მისი მხრიდან, არც ჩემი მხრიდან არავითარ მცდელობა არ ყოფილა გაკეთებული, რომ რაიმე სახელმწიფო გადაწყვეტილებებში ან ჩარევის, ან სახელმწიფო პოსტის დაკავების, ან პოსტის დაუკავებლად რაიმე გავლენის ესა. რატო უნდა მქონოდა ეს? აი მოდით ახლა ისევ ნუ მიუყვებით ამ ჩვეულებრივ ქართულ ცნებას, როგორ შეიძლება ასეთი ის კონდეს და არ ჩაერიო. არ ჩაერევი, იმიტომ რომ არის ხალხი, რომელსაც არ აინტერესებს ეს. აი ძღად მეკითხებია ხოლმე, ბატონო, რატო არ წახვედით პოლიტიკაში? ელემენტარულად არ წავედი, იმიტომ რომ პოლიტიკაში სამწუხაროდ უკვე დიდი ხანია და დღეს განსაკუთრებით არის გამეფებული ღვარძლი შეურაცხყოფების სტილი, ძალიან დაუნდობელი ხისტი ფორმულირებებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ანუ ყველაფერი ის ხმამაღალი, ხმაურიანი და სხვა. ანუ ყველაფერი ის, რაც მე არ მიყვარს. რაც მე არ მსიამოვნებს. ამიტომ არის ორი გზა. ან უნდა შენ თვითონ ჩაებო ამ უხამსობაში და გახდე ისეთი როგორც ყველა, ან ეცადო რაღაც გამოცვალო და თქვა აწიოს არსებული ჭაობი შენ დონეზე. მაგრამ მე ძალიან კარგად თქვა რომ შეისწავლებ საკუთარ შესაძლებლობებს. და ვიცი რა შემიძლია, რა არის შესაძლებელი და რა არის შესაძლებელი. მე ვიცი რომ ამის საშუალება მე არ მაქვს. ამიტომ ჯობია გავერიდო. თქვენ შეგიძლიათ მხოლოდ დიაგნოზი დასვათ. ამიტომ გავერიდო, მირჩევნია. დარწმუნდეს ამ მქონიას ინტერესი. რაც არ უნდა გაუკვირდეს ახლა მაგალითად სმენას, როგორ ახლა ეს არის იყო, აპეს ამდენი ან ხალხი რო ლაპარაკობს, ვინ ლაპარაკობს, რას ლაპარაკობს, მე არ ვიცი. უბრალოდ ნუ არიან ხალხი რომელიც ამას მანახებენ ახლა, აი შენზე კიდე რაღაცა დაწერეს, ეს ქნეს. ნუ ახლა რა არის? ნუ ამას ყველაფერს უყურებ იცით როგორც ნუ სამწუხაროდ აუცილებელი რისკი, რომელიც აქვს ყველა ადამიანს, რომელიც ასე თუ ისე არის საზოგადო პიროვნება, რომელსაც ნუ ასე თუ ისე მაღალი ცნობადობა აქვს და თავისი პროფილით, პოლიტიკური თუ ცხოვრებისეული პროფილით არის გამორჩეული. მაგრამ დამერწმუნეთ, რომ არასოდეს მის გამორჩეულობა სპეციალურად ჩემი თავისთვის არც მიმინიჭებია და არც მისდია რომ ყოფილიყავი. აი ესე მოხდა. შევარნაძის დროს მე მაგალითად უფრო ვიყავი ჩარეული რჩევების მიცემაში. შევარნაძესთან ვიდრე თქვა ჩემდიშვილთან. რატო? იმიტომ რომ ის მეკითხებოდა, მიბარებდა, მაშინ საქართველოს ძალიან ცუდ მდგომარეობაში იყო. საქართველოს არ ყავდა არც ერთი დიპლომატი მაშინ გარეთ. 50 წლებში ვიყავით სავალალო მდგომარეობაში. ჩვენ გვჭირდებოდა დახმარება ყველა მხრიდან. თუ ვინმე შეეძლო რაიმე რჩევის მოცემა, ყველასთან უნდა გვამყარებინა კავშირი. ხო და
ნუ როცა მეკითხებოდნენ მე ვთვლი საჭიროდ რომ საჭიროდ კი რომ ვალდებული ვიყავი რომ მიმეცა ისევ ჩემი თქვა რჩევა კი არა ჩემი აზრი გამომეთქვა ისე როგორც მე ვხედავდი ჩვენი მთავრობის საქმე იყო მაშინდელი მთავრობის ამას მიიღებდნენ თუ არ მიიღებდნენ სხვათა შორის ზუსტად იგივე მოხდა ზვიადის დროს როდესაც ზვიადმა პირველი დელეგაცია გამოაგზავნა ამერიკაში იქ დელეგაციის წევრები იყვნენ მერაბ ურიდია თედო პაატაშვილი თამაზ გამყრელიძე და კიდევ ვიღაცები მაშინ აპარაკი იყო საქართველოს გაეროში მიღებაზე და საერთოდ ურთიერთობის დამყარებაზე ვისთვის უნდა მიემართათ აი რო ჩამოვიდა როგორ ფიქრობ ვინ მუშაობდა მაშინ გაეროში მე ერთადერთი რა საკურველია წინასწარ დამირეკა შენი თანხმდენ ჩამოვედი შეძლების დაგვარად გაუწე კონსულტაცია როგორ შემეძლო ამიტომ ეს ხდებოდა ყოველთვის არ არის ვინ იყო პრეზიდენტი რა იყო აქ ლაპარაკი იყო იმაზე რომ ლაპარაკი იყო საქართველოს ერის და ხალხის კეთილდღეობაზე სახელმწიფოზე და არა იმაზე თუ ვინ მართავდა იმ წუთში სახელმწიფოს მაგრამ ბატონ თემურ აი დისტანცირება რომ მოახდინოთ თქვენი თავისგან და ცოტა ესე დისტანციურად შორიდან რომ შეხედოთ ამ ამბავს რატომ გახთით სამიზნე აი ამ პროპაგანდის სადაც იყო მიშა იქ იყავით თქვენ ეს უცნაური შეკითხვა მართალი გითხრათ საინტერესო შეკითხვაა და უცნაური იმიტომ რომ არასდროს ამაზე არ მიფიქრია ამაზე არასდროს არ მიფიქრია როდესაც ნუ ალბათ იმიტომ რომ მე ვიყავი ერთადერთი ადამიანი რომელიც ამ დარგთან იყო ახლო და იმისთვის რომ მიშასთვის რამე თქვათ მიეყენებინათ მისთვის რაიმე ზიანი და ზიანი იმისთან რომელსაც ვერ გადაამოწმებ ანუ ძალიან ადვილი სამიზნე ვიყავი იცით რატო იმიტომ რომ გასაგებია რომ მე არ გამოვიდოდი და არ დავიწყებდი თავის მართლებას გასაგებია რომ მე არ ჩავებმოვოდი აი ამ რაღაც უხამსობის ფერხულში და ამიტომ რატო არა ახლა მოდი ჩვენ ვიტყვით და მე იქ თვითონ გაარკვიენ როგორც იქნება აი ესეთი არის იცით მაგას ქვია პასტა იტალიური პასტა პასტის და კედლის ეფექტი როდესაც შენიღებ პასტას გაკეთებულს და ესური კედელს და რაღაცა მიეწებება რაღაცა ჩამოვარდება ესია უნდა ესოლო ტალახი რაღაცა ზედ მიეწებება იქნება სამუდამო თუ რაღაც ჩამოწიოდება ალხი არ დაიჯერებს თქვა ეხლა ის რა თქვა რომ ბავშვებს ჭამდაო და იმებს ორგანოებს ყიდიდაო თუმცა ესეც დაიჯერეს ხო ეს ორგანოებს ყიდდა იყო ძალიან ესეთი გავრცელებული ოღონ სანდრა რო ორგანოებს ყიდდა ის იყო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ამაზრზელი მე ესე ვიტყოდი არ დავარქვევდი იმიტომ რომ ხა სხვადასხვა ადამიანზე სხვადასხვა რაღაცა მოიგონეს ახლა ყველაზე რო თქვა რომ ორგანოებს ყიდიან ამდენი ორგანო აღარ დარჩებოდა საქართველოში გავყიდავენ მაგრამ ნუ ყველას რაღაცა თავის მოუგონეს თქვა იმას ორგანოებს ყიდიდა ეს რაღაცას თქვა კადმის ბარკლებს ჭამდა ის რაღაცას აკეთებდა და რატო არა და ვინ არის იმისის რომ თქვა გამოვიდეს და თქვას ესე არ არის მით უმეტეს რომ იცით რა ჩვენი საერთოდ საკმაოდ აგზნებული ბუნება ქართული ემოციური ბუნება წინასწარ განწყობილია ყველანაირი ასეთი აბსურდის დაჯერებაზე ნუ სამწუხაროდ ასეა თუმცა ამერიკელები ბოლო დროს ისეთ რაღაცებს იჯერებენ და ისეთი შეთქმულებების თეორიები გავცელდა რომ ასე რომ მარტო ქართველთა ბუნებას ვერ მივაწერდი ამას მაგრამ ამაზე ოდნავ მოგესწრებით მე მგონი ადამიანური ბუნება არის ესე თუმცა რასაკვირველია ჩვენი ლოკალური ბევრი პრობლემა გვაქვს და ამ პრობლემებზე ვილაპარაკოთ ეხლა მე მინდა გითხრათ გულწრფელად რომ აი თქვენთან ინტერვიუს იდეა დამებადა ეს პეტრ კოლხმა შემომხვდა Facebook-ზე სკროლვისას ძალიან პატარა ესეთი ბლიც ინტერვიუსავით გააკეთა თქვენთან და ეს ამ ინტერვიუს რო გადავავლე თვალი ვიფიქრე რომ ძალიან საინტერესო იქნებოდა თქვენთან საუბარი მით უმეტეს რომ ამ პატარა ინტერვიუში ვნახე თვით რეფლექსიის
ძალიან ბევრი ნიშანი. აქ ერთხელ გეკითხებათ, რომ გააკრიტიკებდით თუ არაო მიხეილ სააკაშვილს და მის გუნდს იმ შეცდომებისთვის, რაც ქვეყანამ გადაიტანა და თქვენ ეუბნებით, დიახ, გავაკრიტიკებდი ძალაუფლება კარგავს ღირსებას მაშინ, როცა ის იწყებს საკუთარი სიმართლის აბსოლუტიზაციას. მიხეილს ჰქონდა ენერგია, მაგრამ ზოგჯერ ენერგია იქცევა ქარიშხლად, როცა მას არ მართავ. მოდი ეს განვავრცოთ კარგად. ვიცით რა არის სიმართლის აბსოლუტიზაცია მხედველობაში მაქვს ის როდესაც მოგიყვანთ მაგალითს ხო სხვადასხვა მაგალითები უფრო ადვილად აიხსნება თქვა ეს რაღაც პერიოდში ისტორიის მოდით საქართველოს ველაპარაკოთ და მე გადავალ თანდათან მაგაზე ისტორიის რაღაც ერთ-ერთ რუტინულ მოსახვევში ქართველი ერი მე როგორც მიმაჩნია ქართველი სახელმწიფოებრიობა თქვა ესე აცდა დანარჩენ ცივილიზებულ სამყაროს აცდა რაღაც გადაუხვია სხვაგან მოსახვევში ჩვენ გავაგზავნეთ და იმათქვა სხვა მხარეს წავიდნენ და ამის შემდეგ გამოდის რომ ჩვენ ვიკაფავთ მარტო სულიად მარტო ვიკაფავთ გზას ასაით ამიტომ არც ვიცით ვისი მხარე გვიჭირავს ნახევარი რუსეთს აღმერთებს ნახევარი ევროპას ვიღაც ერთი მესამედი ევროპას ერთი მესამედი ამერიკას ვერ ჩამოვყალიბდით ვერაფრით ზოგი იმასაც კი ამბობს რომ ნეიტრალურები უნდა გავხდეთ და ანუ რაღაც ერთიანი კონსენსუსით ვერ შევაჯერეთ ეს რას მეუნება ეს მეუნება იმას რომ საქართველო დღეს არის კამათში ხანდახან ძამწვავე კამათში და ბრძოლაში საკუთარ თავთან და ამ ბრძოლას აგებს აი თუ გესმით ეს რა მასშტაბობაში აქედან გამომდინარე აი 2012 წელს იძახიან აი 2011 წელს რა მოხდა ზოგი ამბობს ეს იყო დიდი საუცილებლობა მეორე ამბობს ეს იყო აბერაცია ისტორიული და ასე შემდეგ მე თუ მკითხავთ 2012 წლის არჩევნები და მოვლენები არ იყო არც კარგი განყენებულად რო ავიღოთ ფილოსოფიურად არც კარგი არც ცუდი იდეა არც კარგი მოვლენა არც ცუდი მოვლენა უბრალოდ ეს იყო მოვლენა რომლის დროც მოვიდა და რომელიც სამწუხაროდ გამოგვეცხადა ჩვენ ქართულ ხალხს პრორუსული ოლიგარქის და მის ფულზე დახარბებული ხარდამჭერი ქართველი დემოსის სახით. მე მაინტერესებს თქვენ როგორ ფიქრობთ? აი ამ გადმოსახედიდან სააკაშვილის პოლიტიკა რო ცოტა განსხვავებული ყოფილიყო იმ პერიოდის განმავლობაში შეიძლებოდა თუ არა აგვეცილებინა თავიდან რუსი ოლიგარქის მოსვლა ხელისუფლების სათავეში, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი სააკაშვილს აბრალებს იმას, რომ ივანიშვილი აი ეხლა ზუსტად ინფანტილური მგონია ძალიან. ეს მიდგომა, ხო? რომ ეს არ იყო მეთქი, არც სააკაშვილის ბრალი, არც კარგი და არც ცუდი მოვლენა. ეს იყო მოვლენა, რომის დრო მოვიდა. წერტილი. ანუ ისტორიული გონის, ანუ ჰეგელისეული ისტორიულ გონზე ვლაპარაკობ. ყველა ოჯახში მაინც მოვიდოდა ეს დრო. მთელი რიგი მიზეზების გამო, რატო? თუნდაც იმიტომ, ამოდა ჩამოვთვალოთ ეს მიზეზები. დემოკრატიულ სახელმწიფოში ხალხი ვერ იტყენს დიდი ხნით, თუ ეს ხალხი მართლა მოაზროვნეა და თუ ეს ხალხი მართლა დემოკრატიულია და მართლა მისდევს იმ ცნებებს, რომელსაც ვთქვათ, კვირაული ქადაგების დროს სხვებს ასწავლის და იმაშობა თუ მართლა ესეთია ეს ხალხი ვერ აიტანს დიდი ხნით ერთი და იგივე ხალხის ყოფნას ერთი და იგივე მთავრობის ერთი და იგივე სტილის ადამიანს თავისი ბუნებით არ უყვარს გაჩერებული წყალი ბუნებას არ უყვარს ეხლა ხო გაჩერებული წყალი გვაქვს აბა ეს რა არის ეს არის იძულებით მიდაბრი გეუბნებით ეს არ არის არჩევანი და თქვენ ძალიან კარგად იცით რომ ეს არ არის თავისუფალი ადამიანის არჩევანი. როდესაც თავისუფალ ადამიანს მისცეს ნება თვითონვე აერჩია თავის ბედი, იმან აირჩია თავრობის გამოსვლა. რა შუაშია სააკაშვილი? ჯერ ესე მეორე მეგალითი. არავითარ შემთხვევაში არავის არ ვამარჯვებ. გიხსნით, რადგანაც თქვენ ეს ხოვეთ, მე ჩემ ხედვას გიხსნით. მეორე, გარდა იმისა, რომ ხალხს უნდა რჩევა. მეორე არის ის, რომ
იცით რა, საერთოდ პრინციპში ხალხმა თავის წინააღმდეგ, თავის საწინააღმდეგოდ, თავის მიმართ გააკეთა არასწორი არჩევანი და მე არ ვიძახე ჩაიდინა მეთქი დანაშაული თქვა. მაგრამ თუ აი ამ სასწორზე ავწონით, სასწორი ვანახებს რომ ეს იყოს დანაშაულზე უფრო ძიმე, ეს იყო შეცდომა. ნაპოლეონს აქვს ნათქვამი სხვათა შორის, რომ ეს არ იყო დანაშაული, ეს იყო უფრო უარესი, ეს იყო შეცდომაო. აი შეცდომა უფრო უარესია ვიდრე დანაშაული. და საქმე ის არის, რომ ყოველთვის კოლექტიურ დანაშაულს, ამ კოლექტიურ შეცდომას ყოველთვის ყავს კოლექტიური დამცველი. ამ შეცდომის დამშვები კოლექტივი. აი ეს კოლექტივი თვითონ არის თავისი შეცდომის გამამართლებელი. ეს მეორე საკითხია, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ეს მოხდა სამწუხაროდ. მე თუ მკითხავთ და ამას ვამბობ სრულიად შეგნებულად, რომ საქართველოს აქვს ბევრი პრობლემები, მაგრამ თქვათ რო ჩამოვთვალოთ ეს პრობლემები, ერთ-ერთი პრობლემა არის ეს, რომ ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ ჩვენ თავზე, გაურბივართ ამ პასუხისმგებლობას. ყველაფერს ვაბრალებთ რუსეთს. რატო? ძალიან ადვილია. რამე მოხდა ცუდი? რუსეთი. რამე ეს უზნეობა გამოვიჩინეთ? როგორ ეს რუსეთმა გვაიძულა. რაღაცა ისმის დავაბრალოთ ბავშვებს რო ყიდიდა. ქართველი ხალხის საკუთარი მეზობლების ბავშვებს რო ყიდიდა. ისიც რუსეთს დავაბრალოთ? თუ ამაზე უხერხული სიმართლეა და თვალები უნდა დავკუჭოთ. ვერ დავკუჭავთ. იმიტომ ის ჩვენი ნაწილია. ისევე როგორც კარგი არის ჩვენი ნაწილი. არა? აი ეს აგენი გამომდინარე. სხვა პრობლემებიც არის. მაგალითად, რა არის აი გამჭოლი პრობლემა? ამ ბოლო ხანებში ამას ხელობაში ერთი 60-70 წელიწადი. ეს არის ქვემოთ სიბნელის მმართველობა და ზემოთ მმართველობის სიბნელე. აი ეს არის ფაქტი, რომელსაც მე ვხედავ. შემდეგ ისტორიას, აი ეს სხვადასხვა მიზეზებს გაძლევ. ისტორიას არ უყავს თურმეობითი ფორმა. რა მოხდებოდა, რომ კარგად მოქცეულიყო? არავინ არის რა მოხდებოდა. ეს ერთი, მეორე, რო იძახიან შეცდომები რო არ დაეშვა. მოდით აი ესე ვთქვა. მე წლების განმავლობაში ყურადღებით ვკითხულობ ყველა იმ გამოსვლას და ჩემ მეუღლეს და ჩემ ახლობელს ყველას თხოვე მე არ მაქვს საკუთარი Facebook-ი და არც აპირებ. მაგრამ მანახეთ მეთქი ის, როდესაც გამოდიან არა მარტო ჩვენი თქვათ ოპოზიციონერები, არამედ ის, ვინც თვითონ იყო მთავრობაში. ბიშას დროს. გამოდიან და თავზე ნაცარს იყრიდნენ ძახიან, აი ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო განათლება, საერთოდ. მეორე ძახის ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო დაჩქარებული რეფორმები. მესამე ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომა იყო და ასე შემდეგ. რო შეკრიფოთ ეს ყველაზე დიდი შეცდომების დაახლოებით 800 გვერდიანი ტომი გამოგივათ. თურმე ყველაფერი რაც გაკეთდა იყო ყველაზე დიდი შეცდომა. თუ ესეთი ყველაფერი დიდი შეცდომა იყო, საერთოდ როგორ იარსება სახელმწიფო და როგორ დატოვა, როგორ ამოვიდა ჭაობიდან ის, რაც იყო ფაქტურად არ შემდგარი სახელმწიფო. ამაზე კიდე ცალკე გეტყვით, რა განსხვავებაა, თქვა, არ შემდგარს და შემდგომ, აი არსებობს ესეთი, არა, ამიტომ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ ეს იყო შეცდომა, რა იყო ყველაზე დიდი შეცდომა, რა ძნელი სათქმელია, რას ნიშნავს ყველაზე დიდი შეცდომა? ყველამ ვიცით, რომ დიალექტიკური ჰეგელის დიალექტიკის მიხედვით თუ მიუდგებით ამ საკითხს, არის ძალიან ადვილი დასახსნელი. შეცდომა ყველაზე ნაკლები შეცდომას ადამიანი უშავს, მას აქვს დიდი გამოცდილება. ხო, სწორია? არა. დიდი გამოცდილების გამო უშავს პატარა შეცდომებს. მაგრამ დიდი გამოცდილება გროვდება დიდი შეცდომების გამო. აი დიალექტიკა. დიდი შეცდომები, დიდი გამოცდილება პატარა შეცდომები. უკეთეს გეტყვით, არც ერთი ისეთი შეცდომა არ ყოფილა, რომელიც არ დაუშვია სხვა სახელმწიფოებს. ამიტომ ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ არა იმაზე, რა შეცდომები იყო რასაკვირველია შეცდომები და ალბათ ბევრი, რატო? იმიტომ რომ ბევრი კეთდებოდა. და ის ვინც ხუჭავს ამ შეცდომების თვალს, ის სიკეთეს ნამდვილად არ უქადის საქართველოს, არც ერს და არც ვერს და არც სახელმწიფოს. არ არის ეს სწორი.
უნდა ვთქვათ ესეც, მაგრამ არ უნდა გავხადოთ ამისგან ფეტიში, რომ თუნდაც ყველაფერი შეცდომა იყო. აი ვიძახით, განათლება. მიშას თვითონ ახლა თქვი, რას ნანო თქვენ, რა უნდა გაიგო, უფრო მეტ უნდა ჩაბერო განათლებაში. კი ბატონო, ძალიან კაი, მაგრამ შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში. რატო არის, რომ სხვა ბანაკებში, რომელსაც ჩვენ მაგალითად, ცოტა ზემოდან ქონოთ უყურებს და ხანდახან დაცინვითაც კი და ასე შემდეგ. მაგალითად, არ ვიცი, ქართული ოცნების ჩვეულებრივი ხარდამჭერები, სხვა სახელმწიფოში პუტინისტები, ვიღაცები, ტრამპისტები და ასე შემდეგ. რატო არის, რომ აი ამ ჯგუფში, ამ ხალხში არიან ძალიან მაღალგანათლებული ხალხი? ესე იგი მარტო გაუნათლებლობით ეს რა იხსნება რა? შრიკი აუხსნათ. თავისთავად. ეს რო იყოს, იცით როგორ, აი წყალგამყოფი, რა ეკეთქენგან სულ თეთრში გამოწყობილი, რაში ამხედრებული, რაინდები, განათლებულები, ლამაზები, ჭყიანები, და აქეთ ხარ ეს თელი სიბნელის მოციქულები, ეს სხვა საქმე. ესე არ არის. პოლიტიკა არ არის შავ-თეთრი. კი, არ არის შავ-თეთრი. არც პოლიტიკა არის შავ-თეთრი და არც პოლიტიკური ფიგურები არ არიან სწორხაზოვნები, როცა ძალიან დიდ პოლიტიკურ ფიგურებს მით უმეტეს, რომლებიც მართავდნენ გარდა ქვეყნების, თავიანთი ქვეყნების გარდამტეხ მომენტებში. ეხლა ვისაც ოდნავ ვიცოდნა ისტორიის და პოლიტიკის, ხო, ერთ ფიგურას ვერ დაასახელებს ისეც, რომელიც იყო დიდი ფიგურა და არ იყო წინააღმდეგობრივი. მაგრამ ისტორია ინახავს დიდ ამბებს, ხო? და შესაბამისად ამ თვალსაზრისით მიშა სააკაშვილი არის საქართველოს უახლეს ისტორიაში გამორჩეულად დიდი პოლიტიკოსი, იმიტომ რომ მან შექმნა ქართული სახელმწიფო. თუმცა ფიქრობთ თუ არა, რომ სწორი არა ის, რომ ყველაფერზე ნაცარი დავიყაროთ, არამედ სწორი რეფლექსია იმის, რა შეცდომებიც იქნა დაშვებული. იმიტომ კი არა, რომ არ უნდა დაშვებულიყო, შეუძლებელია პოლიტიკა, მით უმეტეს დიდი გარდაქმნების დროს შეცდომები არ დაუშვა. მაგრამ რეფლექსია იმაზე, რომ ეს იყო არასწორად გაკეთებული, ამიტომ ამისგან გაკვეთილი უნდა გამოვიტანოთ და ეს აღარ უნდა გავიმეოროთ. აი ამ კონტექსტში შეიძლებოდა თუ არა იგივე სააკაშვილის მხრიდან უფრო სწორი რეფლექსია ამ 9 წლის პერიოდზე. რასაკვირველია, იმიტომ რომ არც სააკაშვილი და არც მისი მინისტრები და არც პარლამენტარები და არც ყველა ვისაც რაღაცა მოეკითხებოდა არ იყვნენ 40 და 50 წლის გამოცდილებით მოსულები, ისინი სწავლობდნენ. მათ ჰქონდათ ინტუიცია, სწორი ინტუიცია, მათ ჰქონდათ სწორი მისწრაფებები და ხანდახან არ ყოფნიდათ ინსტრუმენტარი. და ამ ინსტრუმენტარს ან იგონებდნენ, ან თანდათან სწავლობდნენ, რაც არის ნორმალური მოვლენა. ცუდი ის კი არ არის, რომ სწავლობ, ცუდი ის არის, როცა არ სწავლობ. ცუდი ის არის, როდესაც შეკითხვასაც კი ვერ სწავლ სწორედ, როდესაც ისიც კი არ იცი თუ რა არ იცი. რაც სჭირს დღევანდელ მთავრობას. ისიც კი არ იციან თუ რა არ იციან. ეხლა ისეთ რა ლაპარაკი იმაზე კი არ არის, თქვა ენა იცი თუ არ იცი და გამოდიხარ, არა. ლაპარაკი არის სხვა რაღაცაზე. ლაპარაკი არის უფრო მეტი, ვიდრე თქვა ენის სოდნა, არ სოდნა, ან რაღაცა დარგის სოდნა, არ სოდნა. ლაპარაკი არის ინტუიციაზე. რო სწორი ტონი მონახო, არა მარტო ხალხთან ლაპარაკის, არამედ შენ საკუთარი სახელმწიფოს გარე სამყაროსთან წარდგენის სწორი ფორმა ნახო. რამდენად უფრო კეთილშობილი და ლამაზი იქნებოდა, რომ ის ქართველი წარმომადგენლები, რომლებიც ევროკავშირში გამოდიან ამერიკის რაღაც ფორუმებზე, ლაპარაკობდნენ ქართულად. თუნდაც წყინვალეთი ცოდნის ინგლისური, ვის გააკვირვებენ ინგლისურის ცოდნით? თუ იმით, რომ 7 ენა იციან, 8 ენა, ან 15 ენა. ბაბუაჩემის ძმამ გიორგი წერეთელმა 15 ენა იცოდა. ყველგან სადაც დადიოდა ქართულად ლაპარაკობდა. შეგიძლიათ გადაამოწმოთ. რატო? თამას გამყრელიძე თუ რამე ენა იყო, ყველაფერი იცოდა. მაგრამ რამდენჯერ მე და თამაზი ყოფილა საერთაშორისო კონფერენციებზე, ყოველთვის ლაპარაკობდა ქართულად. რატო? ელემენტარულია. გარდა ამისა, უყურეთ რა არის. აი მიშაზე მკითხეთ თქვენ. აი მიშა რა როგორ იქნებოდა, რა იქნებოდა.
ყველა ადამიანი უნდა იყოს კონტექსტში განხილული. ის რაც გააკეთა სახელმწიფოსთვის ჩვენ ვიცით, მაგრამ თვითონ ფენომენი, ნიშას მოვლენა, აი რაში მდგომარეობს. აი წეხა ვთქვი რომ ყველა ცოცხალ სისტემას, განსაკუთრებით ცოცხალ სისტემას აქვს თავის კოორდინატა ჩარჩო. და ამ ჩარჩოზე აღნიშნული არის ისიც აღნიშნული აი ათვლითი წერტილები. აი ავიღოთ ბოლო, თუნდაც სულ ბოლო ის მიშას ჩამოსვლა. აი მიშას ჩამოსვლა იყოს სწორედ აი ესეთი წერტილი. აი ანუ ესეთ ათვლის წერტილად უნდა ჩაითვალოს. რატო? ნუ თუნდაც იმიტომ რომ მისი თავდადება ღირსების ჯებირებს უყენებს პოლიტიკურ სივრცეს, პოლიტიკოსებს. არ ვიცი თქვენ დამეთანხმებით თუ არა, მაგრამ მე ესე ვუყურებ ამას. და ამიტომ მართველი ძალის, ისევე როგორც ოპოზიციის საქმიანობას აბრუნებს ნუ ზოგად საკაცობრიო კალაპოტში. აქედან გამომდინარე, ანუ მიღებული ცივილიზებულ კალაპოტში აბრუნებს. და რა ერთმანეთს ლანძღვაგინებაში და ფურთხებაში და წყევლაბრობაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ საქმე გვაქვს ვეკითხებიან, ვინ მოატყუა დიდხანს ზიან და ფიქრობენ, წერენ, ვინ მოატყუა, ვინ შემოიტყუა, არ არის ეს სწორი. არავითარი მოტყუება არ ყოფილა, არავითარი შემოტყუებას ადგილი არ ქონია და არავითარ შეცდომას კიდევ სხვათა შორის. არის საქციელი, ეკა დამერწმუნებ, მე ბევრი მინახე ცხოვრებაში და ბევრ სხვადასხვა ლიდერთან მქონია, თუნდაც 24 წლის განმავლობაში გაეროში, როდესაც ყოველდღიურად ხდებოდი სახელმწიფოს მეთაურებს, სულ ყველასთან. და ხდებოდი ის კი რომ ხელი ჩამომერთვია. მათთან ვიჯექე და საუბრობდი ხოლმე. 10 წუთი საკმარისი ადამიანს ვესაუბრო, უკვე ასე თუ ისე მქონდეს მის ფსიქოტიპზე წარმოდგენა. და უნდა გითხრათ ესეთი რაღაცა, რომ არის საქციელი, როდესაც სოციალურია რა, დაუმორჩილებლობის, თქვა, ერთი აქტით შეიძლება შეაბიჯოთ მარადისობაში. აი ესა უნდა გამოგვეპაროს. თორე ის კი არა რომ რეფორმა არა იყო, რეფორმას როცა ატარებს შეცდომაც იქნება და ყველაფერი იქნება, რა საკურველია. მე ამაზე სხვათა შორის წიგნში ერთშიდაც, მეორეშიდაც, მესამეშიდაც დაწერილი მაქვს. თქვა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც მიმაჩნია რომ არ განხორციელდა სწორედ. და არასოდეს არ მიგზნია თავი თქვა იმათ რომ აი ამის თქმა შეიძლება ან რაღაც პირიქით. ჩემი მოვალეობა ეს თქვა, მათ შორის მაგალითად რაც არაერთხელ მითქვია ის რომ დაჩქარებად მოხდა ჩვენი სტრატეგიული ობიექტების გაყიდვა. რომელიც იმ პერიოდში არ უნდა მოხდარიყო. არ უნდა მოხდარიყო სხვა ფორმით. უნდა შემოგვეღო თქვა შეგვეხედა სოფლიოში რა ფორმები იყო იმ დროს. მაგალითად ძალიან გავრცელებული ფორმა არსებობს საჯარო და სახელმწიფო ქონების ერთიანი მართვა ორგანიზაციები. Public private companies. რა? რომელიც ასეთი არის, ნუ მაგალითს მოვიყვან. ასეთი არის 188 პროფესორი თურქეთში, რომელიც სუმარულად მართავს რაღაც საოცარ რაოდენობას, მე მგონი თითქმის ტრილიონამდე იმას ღირებულების ბიზნესებს. რატო არ შეიძლება მის გაკეთება? შეიძლება ალბათ თლიანად კი არ გაგვეყიდა პირდაპირ თქვა ნუ პორტები. გაგვეყიდა თქვა ისე რომ ჯერ ყოფილიყო რაღაც შენარჩუნებინა სახელმწიფოს და ყოველ წელი და ემუშავებინა. და მე ყოველ წელიწადს თქვა ან ყოველ 2 წელიწადში ერთხელ თავისი წილიდან სახელმწიფოს თქვა ნუ თქვა 50% 70% დაეწყო და ყოველ წელიწადს ყოველ 2 წელიწადში მე 30% გამოედგა ისევ ახლიდან. და გაეყიდა ნელა და ჩასანამ ნოლზე არ ჩამოვიდოდა. რას მოგცემდა ეს? მოგცემდა იმას, რომ ის ვიღაცა, ვინ შემდგომში ყიდულობდა ამ შემდეგ 20%-ს, ის უკვე ყიდულობდა ამუშავებულ საწარმოს, რომელსაც 2 წელი იმუშავა და ჰქონდა წარმომწარჩინება. და შესაბამისად, სხვათა შორის, ამუშავებულ საწარმოს წილს, აი 20%-ს, უფრო ძვირად გავყიდით. და ასე შემდეგაც ასე ძალიან ბევრია. ასევე არის მაგალითად გაუქმება იმ ორგანიზაციების, რომლებიც საჭირო იყო. ნუ მაგალითად ისეთ როგორიც არის ტექნიკური გამართვის სადგურები, ტექნიკური რასაც ქვია ტექდათვალიერების ისინი. იმის გამო გაუქმება, რომ ეს იყო თქვათ ქრთამების კორუფციის კი რა საკურველია იყო. მაგრამ იქნებ სხვა ფორმით უნდა ყოფილიყო ეს გაუქმება, მაინც შეგვენარჩუნებინა, რომ არ ყოფილიყო შემოდინება ამ გაუმართავი მანქანების.
ასევე როგორც მაგალითად სრულიად ჩემთვის მიუღებელი იყო სამუშაო ნებართვის გაუქმება საქართველოში. მაშინ, როდესაც ყველა დიდ სახელმწიფოში, ყველა დიდ მსოფლიოს ყველაზე უფრო ტევად ბაზრებშიც კი შენარჩუნებულია. შენარჩუნებულია. ჩვენი მე ვიცი, რაც იყო ამის უკან. იდგა ის მოსაზრება, რომ თუ გავაუქმებდით, სასწრაფოდ შემოედინებოდა ჩვენთან დიდი რაოდენობით ფინანსები, იმიტომ რაც უფრო ნაკლებია შეზღუდვა ფინანსებით ჩვენ მიდის და შემოვიდოდა მუშახელი. მაგრამ როგორც ხედავთ, მუშახელი არ შემოვიდა და მუშახელი მაღალკვალიფიცირებული მუშახელის მაგალითად შემოვიდა ყველაფერზე წამსვლელი, სრულიად გაუნათლებელი დაბალი დონის მუშახელი დაბალი ანაზღაურების ქვეყნებიდან. რა ამითი მოვიგეთ, რამე არ მოვიგეთ და რა გამოვიდა, მოხდა ხელოვნური შეკავება ხელფასების. რატო? იმიტომ რომ ქართულ ბიზნესმენს რატომ ისემს ახლა კურსდამთავრებულ ტექნიკურ გპ-ის თქვა ან რაღაცა ასეთი შესაფერისი უნივერსიტეტების დამთავრებულ სტუდენტს რატო გადაუხდის უფრო მეტ ხელფასს, როდესაც იგივე ადგილზე პრეტენდენტი ყავს 3 ინდოეთიდან ჩამოსული, ან ჩინეთიდან ჩამოსული ნახევარწერა კითხვის უცოდინარი ვიღაცა. ბატონ თემურ, მე მგონი პოლიტიკაში უნდა მოხვიდეთ, ძალიან პოპულარული აზრები გაქვთ დღევანდელი. არა, აქედან გამომდინარე, ბევრს მოეწოდება ეს აზრები. ესეთი იყო, რაც რასაკვირველია, თქვა შეიძლება დაეთანხმო, შეიძლება არ დაეთანხმო, მაგრამ ეს სულ სხვა დარგია. ეს არის ისევ თქვა ცდილო რაღაცის კეთება, შეცდომა, მისი გამოსწორება. სულ სხვა პრობლემაა, როდესაც ჩვენ ლაპარაკობთ ეთიკურ და ზნეობრივ მხარეზე. აი აქ უკვე იწყება სრულიად იცით რა აუხსნელი რაღაცა გაფრენა, საზოგადოების გაფრენა, არა შიზოფრენიული გაფრენა მასწავლებელში, ანუ ფსტებში გამოიბავდა სადღაც გაფრინდები მოუსვლელში. უკვე ისეთ სამყაროში გადადიან, რომელიც აბსოლუტურად არ აიხსნება, არავითარ რაციონალურ ახსნას არ ემორჩილება. ნუ მაგალითად ის რომ აი იყვნენ ჩაბუდებულები გლობალისტები, რომელიც ებრძოდნენ ყველაფერ ქართულს და რაღაცა ძალიან დიდი ბოდიში. რომ იყო მიყავდათ ერის დეგრადაციისკენ, ზნეობრივ დეგრადაციისკენ და ასე შემდეგ. მოდით, ეცი რას დავუბრუნდეთ, წეგან თქვით, რომ აი ჩვენი ესეთი უპასუხისგებლობის და ანუ შავ-თეთრი აზროვნების თუ პრიმიტივისტური აზროვნების შედეგიც არის ის, რომ ვიძახით, რომ აი ყველაფერი რუსეთის ბრალია, ანუ ვიღაცას გადავაბრალოთ შეცდომები. მთავარია, რომ ჩვენ არ ვიყოთ პასუხისმგებლები. ეს ცოტა სხვა კონტექსტში თქვით, მაგრამ მაინც მინდა აი ამ კონტექსტში შემოვიყვანო ფართოდ გავრცელებული მოსაზრება ივანიშვილთან დაკავშირებით, რომ ეს არის რუსული გეგმა, რომ რუსებმა დასვეს ის, რუსებმა მოიყვანეს. ეცეთ რა ახლა ეს ისევ არის თეორიები და მე ასეთ გადაუმოწმებელ თეორიებს ხელს არ ვაწერ არასოდეს. მე მარტო შემიძლია გავაკეთო დასკვნები ემპირიულ მასალაზე დაყრდნობით. ანუ ის რასაც ხედავ. მე არ ვიცი ვინ მოიყვანა და რა გეგმით, მაგრამ მე ვიცი რომ არჩევნებში იყო დახარჯული დიდი რაოდენობით რუსული ფული. ფაქტია. დასკვნას თქვენ მოგანდოთ. პირველი, მეორე. ეს მთავრობა ატარებს პრორუსულ პოლიტიკას. ატარებს. ფაქტია. ისევ თქვენ მოგანდოთ რატო, რისთვის და ასე შემდეგ. ის რასაც თქვათ კანონებს, რომელსაც იღებენ დღეს. ეს კანონები არის რუსული კანონების სარკისებური ანარეკლი. რასაკვირველია, არც კი გჭირდება, როგორიც ის არის, იცით, აი საბეჭდილება მექნება, რასაც ადრე ამბობდნენ ამერიკაზე. როდესაც რუსეთი დააცემინებს საქართველოს მთავრობას სამოწყობოში წვება. გამოძახილი არის იმ წუთშივე. ნახეთ, როგორი პროგრესიით უარესდება ამ კანონების საერთო მიმართულება. ციცერონი სწორედ იყო ამბობდა, რომ რაც უფრო ახლოა იმპერიის კრახი, მით უფრო უაზრო ხდება მის მიერ მიღებული კანონებიო. ფაქტია თუ არ არის ფაქტი, ახლა ეს მოხარ გამომიგონებია რა. ყველაფერს ვერ მივიჩენებ, შორის ციცერონის ნათქვამსაც, მაგრამ სწორედ იყო.
მაგრამ თქვენი აზრით, მოდი ამასაც მოკლედ რო შევეხოთ, ეს იყო, ანუ ეხლა რო რუსული ხელისუფლება ყავს თავისი არსით. ეს იღებს პირდაპირ დავალებებს რუსეთისგან თუ უბრალოდ თვითონ გახდა მისი ანარეკლი თავისი ნებით, იმიტომ რომ მხოლოდ ასეთ სისტემაში გადაირჩენს ეს ძალაუფლება თავს, ეს სხვა საკითხია. ანუ მაგრამ შედეგი ერთია, აბსოლუტურად არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ თქვენი აზრით მაინც როგორც ძალიან ჭკვიანი კაცის ივანიშვილი ამ გეგმით მოვიდა თუ გზადაგზა მისმა პარანოიამ, ძალაუფლების შენარჩუნების გიჟურმა, ეგზისტენციალურმა ვნებამ და იმის ფიქრმა, რომ ის როგორც ყველა ავტორიტარს აქვს ეს ფიქრი, ხო, რომ თუ ვერ შეინარჩუნებს ძალაუფლებას, დაკარგავს სიცოცხლესაც, ანუ ამიტომ ეჭიდებიან ყველაფრის ფასად. სიცოცხლეზე და რაღაცაზე ეს არა, იმიტომ რომ ყველა ძალაუფალს ეხა პუტინი ფიქრობს და დარწმუნებულია, როგორც კი დაკარგას ძალაუფლებას, დაკარგავს ანუ ეგზისტენციალურია მათთვის. იმას ვიზავთ ყველაფერს. მაგრამ რა ეხება? არა, მე ვამბობ, რომ ყველა ავტორიტარის სააზროვნო მოდუსი არის ასეთი. რომ მე თუ დავკარგავ ძალაუფლებას, დავკარგავ, ანუ ჩემთვის ეგზისტენციალური საფრთხე გაჩნდება. რიგრიგობით ამ ყველაფერს შემოიქვა. კი ბატონო. ნუ პირველი ის არის მოვიდა ამ გეგმით თავიდან და ახორციელებს თუ იცით რა, ჩემი აზრით ისე. ასეთი გრძელვადიანი გეგმის დაწერა არ ძალუძს არავის. არც იმას. კი ბატონო, მეც მანდ არც არავის, იმიტომ რომ ეს თუ ჩვენ მათ მივეცით ამის, რასაც ქვია ეჭვი დავაყენეთ იმის შესახებ, რომ შესაძლებელია თქვა benefit of doubt, რასაც ქვია ინგლისურად. მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ესენი ყოფილან სრული გენიოსები. და მათი ასე თქვა აზროვნება გადის ბევრად უფრო ცილდება ყველანაირ საზღვრებს, რომლითაც შეიძლება განისაჯოს ჩვეულებრივი ადამიანის შესაძლებლობები. და ამისთვის მზად არ ვარო ეს ვაღიარო. რა ხდება? რაღაცა გეგმა ქონდათ. იცით რა, აი ეს რაღაცას მოვიყვან, უფრო ნათელი გახდეს ჩემი აზრი და ჩქარა, დრო რო დავზოგო უბრალოდ. ნაპოლეონის აქვს ესეთი ნათქვამი, რომ ძალაუფლების ჩასაგდებად გჭირდებათ გონების სიდიადე. მაგრამ მის შესანარჩუნებლად სულის მეწვრილმანეობა. იმისთვის რომ ჩაეგდოთ ძალაუფლება, გამოიყენეს ეს სპეცოპერაცია, რომელიც იყო საკმაოდ კარგად დაგეგმილი და კარგად განხორციელებული. პირდაპირ თქვა. მე ვიძახი დაწყებული სიმბოლიზმით, რომელიც იყო ღვინოში ბავშვის ჩარჩობა, მე ვიძახი იმ სიმბოლიზმით, რომელიც იყო ცოცხები და შეურაცხყოფა მიყენებული ხალხის მიმართ და ასე შემდეგაც. ანუ ყველა ის სიწმინდე, რომელზედაც ერი აცხადეს პრეტენზიას, იყო შელახული ამ ერთ პატარა ვიწრო ისტორიულ პერიოდში. და ამან თავისი შედეგი გამოიღო. რაც შეეხება შემდგომ პერიოდს, უკვე ხდებოდა დახვეწა ინფორმების, დახვეწა ჭყალებში მაქვს, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეხანგრძლივებინათ თავისი. გაიხსენეთ არჩევნები. როდესაც არჩევნები ფაქტიურად ჩვენ მოვიგეთ და ივანიშვილი შეშინებული სახილს გამოვიდა და ითხოვდა, იმიტომ რომ არ მოელოდა რა ეს მოხდებოდა და ითხოვდა კიდევ მომენტით 2-3 წელი რა შეშინებული, აბსოლუტურად შეშინებული. ამის მერე დაიწყეს დახვეწა. იმისთან თუ როგორ უნდა ებრძოლონ სიტუაციას, ობიექტურ სიტუაციას, რომ არ დაუშვან ამის გამეორება. აქ შემოიყვანეს უკვე სპეცრაზმები, მათი აიკიპიროვა, მათი აღჭურვა, მათი აი ეს რკინების რაღაცები შემოიღეს კარები. ანუ იხვეწებოდნენ წყლის ჭავლები, ქიმიური იარაღის გამოყენება და არევა ნივთიერებების და დაიხვეწენ. ესე შეიძლება ითქვას, ასე თქვა. ეს პირველი. ხო, მაგრამ უფრო სუსტები არიან. უფრო დასუსტები, ვერ გაძლიერდა. რატო? აი ხო უსმინეთ აი ესეთი ფორმულაში ვეცდები ჩავსვა ეს. მეოცნებები ძალიან იშვიათად არიან საქმის გამგებლები. და ქართული ოცნების პრობლემა მე როგორც ხედავ, ის კი არ არის რომ არაფერს არ აკეთებენ. არაფერ ის რომ
გაფუჭებულს ვერ ამართლებენ და ვერ მიიყიდეს ვერც მსოფლიოს საზოგადოებას და ვერ მიასაღეს საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს. ქართულ ამომრჩეველს ჰქონდა იმისი მოლოდინი, რომ ისე მარტივად მოიშორებდა ბიძინა ივანიშვილს, როგორც ვთქვათ, გადაირჩია მიხეილ სააკაშვილი და დათო ტურაშვილმა ამას წინათაც ახსენა ჩვენთან ვიკასთან საუბარში, რომ ეგა კვესიტაძესო უთხარიო და ეხლა ბოდიშს უხდიო და მახსოვს რა მითხრა დათო, მითხრა რომ რა მოხდა ეკა ეხლა როგორც ესენი გადავირჩიეთ, ისე გადავირჩევთ ამათაც როცა არ მოგვეწონება, მაგრამ აი ამ მოლოდინით იქნა არჩეული ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ აი დინამიკაში რო ეხლა შევხედოთ რა ხდებოდა ამ წლების განმავლობაში, როგორ მიგვაჩვია ივანიშვილმა მიუჩვეველს, როგორ გადაილახა ის ხაზები, წითელი ხაზები, რომელიც თითქოს ჰქონდა ქართულ საზოგადოებას, როცა ამტკიცებდა, რომ ჩვენ ბელარუსი ვერ გავხდებით, ჩვენ რუსეთი ვერ გავხდებით, საქართველოში დიქტატურა ვერ გამოვა და ასე შემდეგ და დღეს ყავს ხალხი დაკავებული არაფრის გამო. დღეს ყავს 4 შვილის დედა ელენე ხოშტარია დაკავებული კალაძის ბანერზე ფლომასტერის წარწერის გამო. დღეს ყავს დაკავებული ხალხი ტროტუარზე დგომის გამო. ანუ აბსურდის და გროტესკის პიკს მიაღწია ყველაფერმა და თქვენ თქვით, რომ ტყუილიო გროტესკული არ უნდა იყოსო და დღეს ტყუილები ზუსტად როგორ გროტესკულია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ საქმე გვაქვს კომპენსირებად აგრესიულობასთან აქ. ეს არის, იცით რა, ეს არის ჩვეულებრივ ფსიქოლოგიაში არის ეგეთი მოვლენა და ეს ნიშნავს იმას, რომ როდესაც ადამიანს არ ძალუს რაღაც ახალი შექმნას, რაღაცა გააკეთოს, ის აგრესიულად იწყებს ძველის დანგრევას. ანუ ძირითადად შედევრების ან რაღაც იმისი დანგრევას, რაც არის კარგად აშენებული. ნუ ეს სახეზეა. ეს არის, იცით როგორც მანტრასავით, აი სესტუნატოსავით მიყვება როგორც მუსიკაში ესე, აი ეს თელ მაგათ მართლობას. სხვადასხვა სიხშირით, სხვადასხვა ასე ვთქვათ დონეზე, მაგრამ სულ ერთი და იგივე ლეიტმოტივად. ეს ერთია. მეორე, ხა თქვენ მკითხეთ, რამოდენიმე შეკითხვა იქ, რომელიც დამესვით, რომ რატო ეგონა, თქვენ უფრო მეტი გამოსილება გაქვთ ხალხთან ურთიერთობის ვიდრე მე. ქართველებთან კეთილობაში მაგას. აი თქვენ რო გეუბნებოდეთ, რომ ამას როგორც მოვიდნენ, ისე გაუშვებთ. არ გიკითხეთ არასოდეს, რას ეყრდნობა თქვენი ასეთი ოპტიმიზმი? არასოდეს არ გიკითხეთ. იმიტომ რომ საქართველოში არ გამოვა დიქტატურა. ამას მეუბნებოდი. ეს არ გეჩვენებათ, რომ ეს არ არის განსჯა. ეს არ არის ფილოსოფიური ან თქვათ საჯარო დისკურსის რაღაცა ფორმა. ეს არის უფრო შელოცვის მსგავსი რაღაცა. ეს არის შელოცვა, ეს არის თქვა რომ არასოდეს არ გამოსულა, არც ახლა არ გამოვა, ხო? ეს არის საგეგრძელო. რას ნიშნავს ქართველი ამას არ აიტანს. რაზე დაყრდნობით იყო ეს გაკეთებული ეს დასკვნა? რაღაცაზე ხო უნდა იყოს. გარდა თქვათ სრულიად ფუძე გამოცდილ ოპტიმიზმისა. იმიტომ რომ ჩვენ ესე გვინდა რომ იყოს. არ მოხდა ეს. არა? ხო, მაგრამ ეს იყო ბოლომდე და მგონია მე პირადად მგონია ჩემი დაკვირვებით, რომ ამაში რწმენა ჩვენი რწმენა, რომ არ გამოვიდოდა დიქტატურა საქართველოში, დაეხმარა ივანიშვილს იმაში, რომ მიეღწია ყველაფრისთვის რისი მიღწევაც უნდოდა. იმიტომ რომ აი რაღაცა გადაიკვეთა წითელი ხაზი, არ აღვიქვით ეს სერიოზულად, გადაიკვეთა კიდე ერთი წითელი ხაზი, არც ის აღვიქვით სერიოზულად, იმიტომ რომ მაინც გვჯეროდა, რომ არ გამოვა აქ დიქტატურა, არ გამოვა ბელარუსი, მაგრამ მე ხედავ ჩვენ რაც გამოვიდა. მე არ წერა გამოვიდა, მაგრამ მე თქვენ გელმეთ მე როგორ ხედავ რა გამოვიდა. რა გამოვიდა ის რა გამოვიდა? სწორედ როგორ აგიხსნათ ჩემი აზრით რა გამოვიდა. გამოვიდა ის რომ შექსპირს არის ხოთა შორის ერთ-ერთ თავის ნაწარმოებში არიელი ამბობს ტემპესში რომ თუ გადავთარგმნით ახლა ინგლისურიდან ვეცდები გადავთარგმნო პირდაპირ რომ დიდი ხანია ჯოჯოხეთი დაცარიელდა და
ყველა ჭინკებმა სააქაოდ გადმოიბარგდნენ ესეთი რაღაცის. ესე იგი, ხო, აი ესეთი სიტუაცია მოხდა. ანუ ჭინკები გადმობარგდნენ და დაიწყო რაღაცა სიბნელის ხანა. გახსოვთ გრიგოლ აბაშიძის ეგეთი წიგნი დიდი ღამე. აი ამას ამ პერიოდს მე შემიძლია უთხრა ესეთი რაღაცა რომ საქართველოს პოლიტიკური მწიგლობა აი დამთავრდა სწორედ იმ ხალხის მიერ და იმ ხალხთან რომელმაც თქვეს რომ ამას როგორ მოვლენ ესე გადავირჩევთ. აი დასრულდა ქართული ოცნების მოსვლასთან ერთად. და რა მოხდა? დაისადგურა დიდი ზიზღის ხანა. მაგრამ საბედნიეროდ ეს ზიზღი მოკვდება ქართული ოცნების გაქრობასთან ერთად. ეს არ არის ჩვენი მუდმივი დამახასიათებელი. ან რაიმე გრძელვადიან ისტორიაზე, საქართველოს განვითარების ისტორიაზე ეს გავლენას არ იქონიებს. ანუ იქნება მინიმალური გავლენა, რომელსაც ძალიან ადვილად მოვიცილებთ. აი ეს მართლა გჯერათ თუ არა, ეს მართლა გჯერათ. უბრალოდ განწყობა რო არ გაგვიფუჭოთ მაგითო. მინდა რომ აბსოლუტურად იგივე იმით განიმშავლოთ, როგორც მე ვლაპარაკობ, რომ მე რასაც ვლაპარაკობ, იმის მჯერავს. მე არაფერს ვლაპარაკობ არასოდეს იმისთვის, რომ ეს იყოს რაღაც ლამაზი ნათქვამი. ხო, მოკლედ მე მინდა ერთ თემას დავუბრუნდეთ, რომელზეც თქვენ ისაუბრეთ, რომ საქართველოს არის გახლეჩილი რამდენიმე ნაწილად. ხო, ამას ახლა ცნობილია, რომ გახლეჩილი იდენტობა ქვია და არის გახლეჩილი იდენტობის ქვეყნები, ხო, როდესაც ერის ნაწილი საკუთარ იდენტობას ხედავს, თქვა, ევროპაში, ჩვენ შემთხვევაში ზოგი ხედავს რუსეთთან ურთიერთობაში. აი ამ გახლეჩილი იდენტობაზე საუბრობდა მიხეილ სააკაშვილის თავის ერთ-ერთ წერილში ციხიდან, რომ არის საზოგადოება, რომელსაც აბსოლუტურად სხვა მამოძრავებელი ღირებულებები აქვს და არის საზოგადოება, რომელსაც ეს ღირებულებები საერთოდ არ ეხება. და თქვენ როცა თქვით, რომ ეს ბოროტებაო ამასთან ერთად წავაო ამ სიძულვილის ენა და საზოგადოებაში სიძულვილის გაღვივების ეს წარმოუდგენლად მასშტაბური მცდელობები, აი ამ გახლეჩილ იდენტობას რა ეშველება და შესაძლებელია თუ არა იყოს ისეთი იდეა, რომელიც აი ამ გახლეჩილ იდენტობაზე მაღლა დადგება და შეძლებს მის, ასე ვთქვათ, აი ამ ნაპრალის შემცირებას, ხო? აი ვინ შეიძლება, ანუ რა იდეაა ეს თქვენი? რა იდეა, მაგას მე ვერ გეტყვით, მაგრამ ყველა ისტორიულად კვეთრ მოსახლეს განვითარებაში აქვს თავისი, არა მარტო ტრიგერი, არამედ გამაერთიანებელი იდეა. ყავს სხვადასხვა ლიდერები. მაგალითად, თქვენ იცით, რა თქვა, საფრანგეთის ბურჟუაზია რევოლუციას ყავდა, თქვა, რამოდენიმე ლიდერი, რობესპიერი, დანტონი და ასე შემდეგ, რა. მარადი. ინგლისის ბურჟუაზია რევოლუციას ყავდა ასევე ფერფექსი და კრომველი და ასე შემდეგ. და ყველა რევოლუციას სხვადასხვა ლიდერები ყავდა, რამოდენიმე, როგორც ესე, მაგრამ ვიღაც ერთი მარჯვდა და რჩებოდა. აი არასოდეს არ მიგიცივე ყურადღება იმისთვის გაგიანალიზებინათ, აი რატო მაგალითად ეს პიროვნება და არა ის მეორე, რომელსაც ასეთივე დიდი გავლენა ჰქონდა საზოგადოებაზე. თუ აი ამის ანალიზი დაიწყო, მიაკვლევთ საინტერესო რაღაცას. ყოველთვის იმარჯვებდა ის კი არა ვინც უფრო ღონიერი იყო, ის კი არა ვინც უფრო თქვა უფრო ხლიკებით გაძრა რაღაცა და რაღაცებით მოატყუა ხალხი გააბრუა ან რაღაც არა. იმარჯვებდა ის, ვინც მონახა ხალხის გამაერთიანებელი იდეა. გამაერთიანებელი იდეა არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი ყველასთვის. აი თუ ეს ამას მიაგენი, მაშინ შენთვის უკვე ლიდერიც შენ ხარ და თვითონ ერი წარმოგაჩენს იმ. მაგალითს მოგიყვანთ ესეც, უყურეთ. ის იდეა უნდა იყოს ისეთი, რომ მას ხარი დაუჭიროს დიდარმა და ღარიბმა. წლოვანებაში შესულმა და ახალგაზრდამ. გენდეროლობის მიუხედავად და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ახლა პარაკი არ არის 100% გაერთიანება დემოკრატიულ საზოგადოებაში არ ხდება.
მაგრამ ლაპარაკი არის რაღაცა დიდი რაოდენობით, აქ არ არის საერთო კონსენსუსი. დიდი რაოდენობით ერმა უნდა იგრძნოს, რომ ეს არის მისი მომავალი. ხო სწორია? აი ესეთი იდეის პოვნა არის, დიდი წარმატება. ეს ხდება 100 წელიწადში ერთხელ თქვა ვიღაცას რჩეულებს გამოსდის აი ამის პოვნა, იდეის პოვნა. აი ეს არის მე მგონი მთავარი რასაც ელის საქართველოს დღეს. და ამიტომ იმის ლაპარაკი რომ გამოვალთ, ვერ გამოვალთ. აუცილებლად გამოვალთ, იმიტომ რომ ეს იდეა უკვე ჰაერშია. ჯერ ვერ მოინახა ადამიანი, რომელსაც მას ხელს წაავლებს, იცით, აი ფენიქსივით კუჩი რომ ჩამოიყვანოს და ერთ რაღაცა ლამას ყველასათვის მისაღებ ფორმულაში მოაქციოს. მაგრამ ეს აუცილებლად მოხდება. იმიტომ რომ ერს აქვს ყოველთვის რაღაცა ფარული მისწრაფებები. ეს ფარული მისწრაფებები როგორც წესი არის კეთილშობილი. მე არ მინახია ერი, რომელსაც აქვს თქვა ცუდი მისწრაფებები. თუ ეს არ არის გამოუწვეული რაღაც შურისძიებით. მაგალითს მოვიყვან. გერმანიაში მაგალითად პირველი მსოფლიო ომის მერე გერმანელი ხალხი როგორც ერი იყო დამცირებული. მოგებული ანტანტის მხრიდან არასწორი პოლიტიკის გატარების გამო, რომელიც მმართველი იყო იმას, რომ რაც შეიძლება მეტად დაემცირებინა გერმანელი ამხელა კულტურის ბეთჰოვენის და გოეთეს ერი. და ფაქტურად გაეხადა ის inconsequential, რასაც ქვია, ანუ არაფრის მნიშვნელად არ გამოვიდა. და ის რომ მოვიდა ფიურერი, ანუ ვიღაცა, ეს იმიტომ კი არ მოხდა, რომ ფიურერი იყო ესეთი ჭკვიანი, ესეთი მაგარი და რაღაც. ეს შეიძლება ფიურერის როლი შეიძლება დამცვა ყველას, ვისაც გინდოდა. დაწყებული თვითონ პოლიტიკოსებიდან, თქვა გიტლერიდან დაწყებული და მისი დამკაშებიდან დაწყებული და გათავებული თეორეტიკოსებიდან. როზენბერგი იქნებოდა ეს თუ რა ვიცი კიდე ვიღაცა. მით უმეტეს ამის შესაძლებლობა თუ ქრისტონ ჩემბერლენი თუ ვინც იქნებოდა. ამის მით უმეტეს ამის შესაძლებლობები მქონდათ. მქონდათ დოქტრინები, როგორიც იყო ბლავაცკის საიდუმლო დოქტრინა, იყო გურჯიევის მთელი ნამუშევრები, რომელზედაც შეეძლო დაყრდნობილი იყვნენ. არა. მოხდა ვიღაცამ ერთმა აიღოს ეს შეკვეთა. იცით რატო? იმიტომ რომ შეკვეთა იყო გიტლერზე კი არა, შეკვეთა იყო ფიურერზე, შეკვეთა იყო ტიპზე. და ამ ტიპის როლს ვინით ამდაშე უკვე აზრი აღარ ქონდა. აი ზუსტად იგივე სიტუაცია ხდება ყველგან. ჯერ იდეა მწიფდება ხალხში და მერე თვითონ ისტორია პოულობს ტიპს, რომელიც იღებს თავის თავზე ამ შეკვეთას. ანუ რომელსაც აკისრებს ამ შეკვეთას. აი ეს არის. მაშინ უკვე ძალიან საინტერესო პიროვნებასთან გვაქვს საქმე. მაშინ ჩვენ უკვე გვაქვს ერის მისწრაფებების გამომხატულ პიროვნებასთან და მაშინ უკვე სერიოზულად გვიწევს ლიდერის როლი უკვე მაშინ იღებს ძალიან დიდ იმას. ბატონოს დღეს თქვენი აზრით როგორ ლიდერზეა მოთხოვნა? აი თქვენი აზრით რომ აკვირდებით გარედან მოვლენებს. მესმით რომ შიგნი არ ახართ, მაგრამ შეიძლება ზოგჯერ დისტანცირება უფრო დისტანციურად მოდით ესეთი რაღაცას ვიტყვი. აი რა მიმაჩნია მე ლიდერად. მოდით ესე ვთქვა. მე რო ეხლა ეს გითხრათ თქვა რომ ლიდერზე მაშინ უნდა აზრიც უნდა ვიცოდე იდეაც. მაშინ იდეას მოსადაგებდი ვიღაცას, მაგრამ რადგანაც ეს მე არ ვიცი, მე გეტყვით საერთოდ ლიდერი როგორი უნდა იყოს. აი რა არის ლიდერი? ლიდერი ეს არის სიტყვის და საქმის ერთიანობა. დაპირების და ასრულების თანხვედრა. მეთანხმებით ალბათ არა? ხალხის ინტერესების და მისწრაფებების რუპორი. ერის ენერგიის და მისი შემოქმედებითი ასე ვთქვათ, უნარის ორგანიზატორი და სწორი გზით მიმართველი. აი ეს თავარია, სწორი გზით მიმართველი. და ბოლოს ეს უნდა იყოს ტიპი, რომელიც იქნება ვიღაცა პირდაპირი, ურყევი, მოუსყიდველი ხასიათის და ასე შემდეგ. მოდით მაშინ ასე ვთქვათ, საქართველოში ჯერ უფრო ძლიერი ლიდერი არ ყოფილა ბოლო პერიოდში ვამბობ, ვიდრე ეს სააკაშვილი იყო, ხო, თავისი ქარიზმით. მარტო ქარიზმა. მოდით საქმით გავსაჯოთ. საქმით. ქარიზმა ეს ყველაფერი არის წარმოგვარ და მომავალი. საქმე რა გქონდა და რა მივიღეთ. ხო, მაგრამ მე მინდა არა როგორც ბიძამ.
არამედ როგორც ძალიან ჭკვიანმა დამკვირვებელმა შეაფასოს მიხეილ სააკაშვილის როგორც ლიდერის ტრანსფორმაცია. ამიტომ თქვენ ძალიან სწორი თქვით, რომ ნებისმიერი ლიდერი უნდა შეფასდეს იმ დროის კონტექსტში, რომელშიც ის მოღვაწეობს, ხო? და ყველა დროს ყავს თავისი ლიდერი. აი, კი, ძალიან კარგად მესმის, რომ ციხეში მყოფი ადამიანის თქვათ შესაძლებლობების გაზომვა წარმოუდგენელია, ხო? მაგრამ შეიძლება ვთქვათ. რამდენი შეიძლება? მაშინ მითხარით, მისი ტრანსფორმაცია როგორ ხდება ამ პერიოდში და შეუძლია თუ არა სააკაშვილს გახდეს იმ ტიპის ლიდერი, რომელსაც ახალი დროება მოითხოვს, ხო? ის რომ ის შემდეგში ლიდერი იყოს, ამაზე ლაპარაკი არ არის. თვითონ უკვე ბევრჯერ თქვა, რომ ის არა პრეტენზია არ აქვს ლიდერობაზე უკვე. არც პოსტებზე. იცით რატო? თუნდაც იმიტომ, რომ ამდენი ხანი, როდესაც ის მოწყვეტილია აქტიურ პოლიტიკურ ომს, შეუძლებელია ქვეყანა წინ მიდის, ხალხი ვითარდება, ახალი თაობა მოდის. სხვა მცნებებით. გაგიკვირდებათ, რა სხვა მცნებებით? აი, თანამედროვე, უფრო დასავლური, უფრო ცივილიზებული, უფრო ზოგად საკოსობრიობი იდეებით. სავსე. ეს თაობა არის სხვანაირი. ამიტომ შეუძლებელია, რომ ძველი ღვინო ჩაასხა, თუ ის ახალი ღვინო ჩაასხა ძველ იმაში, ტიქში. ამიტომ თვითონ ნიშამ ყველაზე კარგად იცის ეს და თვითონ რამდენჯერმე თქვა, რომ ეს აღარ არის აქტუალური საკითხი. მისი ლიდერობის. ეს არის. რაც შეეხება ბუნებრივად რა ხდება? აი აქ პარადოქსი ხდება. მართლა საინტერესო პარადოქსი. პარადოქსი მგონია, რამდენი ადამიანი იცით, ქალბატონეგა ისტორიიდან რასაკვირველია. ან პიროვნულად თუ შეხვედრი ხართ, თქვენ მაინც ჟურნალისტი ხართ რა და უფრო მეტ ხალხს ხვდებით. რამდენი ადამიანი შეხვედრი ხართ, თქვენ რომელსაც შეუძლია იყოს პოლიტიკას ჩამოცილებული და ქმნიდეს ამ პოლიტიკის დღის წესრიგს. ალბათ, ძალიან ცოტა, ხო, სწორია. სწორია რა? და რამდენი იცით, რომ იდეს ციხეში და ციხიდან ქმნიდეს დღის წესრიგს. მე არ გამიგე ეგეთ ერთ-ერთი. მართლა არ გამიგე. ამავე დროს ერთზედაც და მეორეზედაც პასუხი მიშას კონტექსტში არის აბსოლუტურად გამართლებული, არის დადებითი. კი, დღეს რაც არ უნდა ჩვენ გვინდა, არ გვინდა, ვაღიარებთ, არ ვაღიარებთ, ნაღმაშობა აქვს. მიშას ბედი, მისი საქმიანობა და საქმიანობა ეს არის ციხეში ჯდომა, განსაზღვრავს დღეს საქართველოს პოლიტიკურ დღის წესრიგს გარე სამყაროდან როგორც ჩანს. არავინ არ უყურებს იმას, რა თქვა ვიღაცამ, თქვა ბინარაძემ, ვორსკიმ, კობახიძემ. მაგრამ არავინ არ უყურებს მაგას, დამერწმუნეთ. მე ამერიკაში ძალიან ბევრ ხალხთან მაქვს ყოველდღიურად ურთიერთობა. საერთოდ გაგებაში არც აინტერესებთ. აი, მიშას ამბავი აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ უკვე 4 წელიწადია ციხეში, მე-5 წელი დაიწყო. ეს რას ნიშნავს? თუ ჩვენი თავის მიმართ ვართ კეთილსინდისიერები, უნდა ვაღიაროთ, ესე იგი მისი ბედი დღეს გახდა საქართველოს ბედის მესვეული. გადაეჯაჭვა ერთმანეთს პიროვნების ბედი და ქვეყნის ბედი ერთმანეთს გადაეჭაჭვა საოცარი რაღაცა, აი განუყოფელი წაფებით. გულივერივით ის ბევრი წაფებით რო დააბეს. რო ვეღარ წამოიწია. დღესდღეობით ესია. რა მოხდება გაიცათ მიაგვიც. არც მინდა ამაზე ახლა ეს მე ის არა ვარ შორჩვეტელი და ჩლიბავი. მაგრამ დღესდღეობით ესია. ამიტომ ეს კიდევ ერთხელ ვიახი. თუნდაც აღიარონ, თუნდაც მოაღიარებენ, ვიღაცა გააკრიტიკებს. ნუ ახლა როგორც ეხლა თქვით, თავისუფალი აზროვნება და თავისი სიტყვა არის თანდაყოლილი თვისება ყველა თავისუფალი ადამიანის. მაგრამ მე ასე ვხედავ და დარწმუნებული ვარ, რომ ისტორიას ესევე ხედავს. აბსოლუტურად ღრმად ვარ დარწმუნებული. აი ეს არის, თქვენ თქვით, რა ტრანსფორმაცია განიცადა მიშამ. მიშამ განიცადა ეს ტრანსფორმაცია, რომ თავისა ეხა რაც გითხარით. ერთი ნაბიჯი, აი ამ სოციალური ნაბიჯით, რომელიც დაუმორჩილებლობის ნაბიჯი და კიდე სხვა რაღაცებით, მისი გამოსვლებით, ხალხთან მესმის ხუმე, იცით, ვიღაცა ამერიკანი, აი მიშამ ეს დაწერა, ეს გამოაგზავნა და იქნებ არ უნდა დაეწერა. რატომ უნდა დაეწერა? მიშა არ არის პრეზიდენტი უკვე. მიშა არის საქართველოს მოქალაქე, რომელიც არის ძალიან
წინწაწეული, ძალიან წარჩინებული და თავისი საქმიანობით ძალიან ღირსეულ ადგილზე ყოფი. და მას აქვს აბსოლუტურად დამერწმუნედ ისეთი მეუფლება, მე არ ვიცახი უფრო მეტი. არა, ისეთი მეუფლება, როგორც ყველა ქართულ მოქალაქეს გამოთქვას თავისი სუბიექტური აზრი. ასევე სუბიექტური ნება აქვს ყველასო, ან დაეთანხმოს მას, ან არ დაეთანხმოს, ეს გულსხმა საკითხია. აი ეს არის მისი დიდი, როგორც თქვენ ვთქვით, რა ტრანსფორმაცია ხდება. ტრანსფორმაცია ხდება ის, რომ ის არ ჩამორჩა, ერთი წუთით არ ჩამორჩა თავის დროს. ციხეში მжდომიც კი უფრო სწორე, უფრო ჩქარა და უფრო ოპერატიულად რეაგირებს ყველა საჭიროებო საკითხზე და მისი ინტუიციური განსაზღვრა ამ პრობლემების არის ბევრად უფრო სწორი და მართალი. რატო ვიცი ეს? იმიტომ რომ ისტორია, შემდგომი დღეები და კვირები და თვეები ამართლებს მის დათქმას. აი ეს არის. ხონდა თუ არა შეცდომები, აქვს თუ არა არასწორი შეფასებები, რა საკურველი აქვს? როცა ასეთი რაოდენობის მასალასთან გაქვს საქმე, როგორიც არის სახელმწიფო და როგორიც არის საერთოდ მთელი მსოფლიოს მიმოხილვა, ნუ არ შეიძლება არ კონდეს. აქვს თავისი მიკერძოებული, თქვა, მიდგომა, აქვს თავისი რაღაც სუბიექტური, რომელიც ობიექტურს ხანდახან ჯაბნის. კი, არის ემოციონალური. ასევე, ანუ ისი თქმა მინდა, ყველაფერი ადამიანური ნაკლიც და უპირატესობას მას გააჩნია. საკითხი იმაშია, რა რაოდენობით არის ეს უპირატესობა და რა რაოდენობით არის ნაკლი. კი, რომელი ჯაბნის? ნუ ახლა ეს მომინდია თვითონ იმისთვის, მოყოლა არ მინდა. უბრალოდ ქუჩაში გადით, ხოხოპილში ხარ და შეხედათ აშენებულ ქალაქის უმეტესობას და მიხვდებით რომ რაძა დაჯადოება. და რა განაჩენს გამოუტანს მას ისტორია. თუმცა ისტორია უკვე გამოუტანა განაჩენი. დამერწმუნეთ, რომ თუ ცოცხალ ადამიანს სოფლიო ისტორია ასეთი მოწიწებით იხსენიებს, то წლების განმავლობაში და მით უმეტეს ათწლეულობის და საუკუნეების განმავლობაში თქვენ იცით რა ხდება ხოლმე, ისტორიას აქვს ერთი ძალიან უცნაური თვისება. ის რაც პატარად გვეჩვენებოდა, უძებს გიგანტურ ზომებს. რასაკურველი ხდება პირიქითაც. ის რაც მიგვაჩნდა აი ქართული ოცნების მიმართ სწორედ ის იქნება სწორი. ის რაც მიგვაჩნდა როდესღაც მნიშვნელოვნად შეიძლება იმდენად უმნიშვნელო, იმდენად არარაობის მომცემი აღმოჩნდეს ისტორიული თვალსაზრისით, რომ ისტორიის ფურცლებზე სახელმძღვანელოებში დაიკავოს მარტო სკოლიოს რამოდენიმე, თქვათ, ხაზი. ბატონ თემურ, ძალიან დიდი მადლობა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ინტერვიუ იყო, რომელიც ჩამიწერია. და მე მინდა რომ თქვენთან სხვა თემებზეც გავაგრძელო საუბარი, მათ შორის ამერიკის პოლიტიკაზეც. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მოკლედ თემურ ალასანია ყავდა სტუმრად. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე ნახვადი გადაცემა იქნება ჩემს პოდკასტებს შორის. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რომ გამოიწერეთ მისმინეს არხი გამოგყვებით Facebook-ზე, TikTok-ზე, Instagram-ზე, ასევე იაქტიურეთ კომენტარებში და ლაიქეთ ჩვენი პოდკასტები და გადააზიარეთ.